მოგესალმებით, მე ვარ ნათია გოგსაძე და ყოველ შაბათს 3-დან 5 საათამდე ერთმანეთს შევხვდებით ფორმულაზე. ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ქვეყნის ამ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც საქართველო გეოპოლიტიკურ რუკაზე თავისი ადგილის დასაბრუნებლად იბრძვის, ისევ შემიძლია თქვენთან ერთად განვიხილო პლანეტის ყველაზე აქტუალური თემები. თავარი მოვლენები, ახლა დუმილი და პასიურობა ყველაზე დიდი სასჯელი იყო ჩემთვის. სწორედ ამიტომ ამ სტუდიაში ყოველ შაბათს უნდა ვისაუბროთ გეოპოლიტიკაზე, რომელიც სადღაც მხოლოდ ელიტებში კი არ იქმნება და განყენებულად კი არ არსებობს, ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს. ასე რომ არ იყოს და ჩვენი გეოპოლიტიკური მიზნები გაბლარულად რომ არ გამოიყურებოდეს, არც რუსთაველის გამზირი გადაიკეტებოდა ყოველდღე, არც სინდისის პატიმრები გვეყოლებოდა და არც 300 დღიანი პროტესტი გვექნებოდა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და ევროპული მომავლის მოსაპოვებლად. რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ფორმას და შინაარსს. როგორც უკვე გითხარით, ყოველკვირეულად გავაანალიზებთ საერთაშორისო მოვლენებს, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. გვეყოლება საინტერესო სტუმრები, მაგრამ რაც თავარია გვექნება ამბები და ფაქტები, რომლებიც თავად იძლევა დასკვნების გამოტანის საშუალებას. შევეცდებით შემოგთავაზოთ კვირის კადრი, კვირის განცხადება, გლობალური მოვლენების თანდევი ნიუანსები, რომლებიც ხშირად დიდ სურათს უფრო კარგად წარმოაჩენს. მოდით დავიწყოთ კვირის კადრით. მოლდოველი ოლიგარქი ვლად პლოხოტნიკი მაია სანდუს ხელისუფლებას გარდამტეხი საპარლამენტო არჩევნების წინ გადასცეს. რაც სანდუს გუნდისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და სიმბოლური გამარჯვება იყო. და ამ არჩევნებში, სადაც რუსეთი ხელებს ასე აფათურებს, დამატებითი ბონუსიც გახდა. ვლად პლოხოტნიკის ისტორია კარგი მაგალითია ყველა ოლიგარქისთვის, რომელსაც სამართალი მართლაც წლების შემდეგ, მაგრამ მაინც დაეწია. ის იმ ტიპის ოლიგარქი იყო, რომელმაც საკუთარი გავლენებით პარალიზება გააკეთა სახელმწიფო ინსტიტუტების, მიიტაცა სახელმწიფო ფაქტობრივად და ქვეყანაში საუკუნის ძარცვად წოდებულ კორუფციულ სქემებშიც კი მიიღო მონაწილეობა. ასე რომ ნახოთ რა გავლენას მოახდენს ამ გარდამტეხ არჩევნებზე ის ბონუსი, რომელიც სანდუმ მიიღო ამ ყველაფერთან ერთად. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ოლიგარქიის სუსხი და ანატომია საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის ქვეყანაში, ვიცით პლოხოტნიკის შესახებაც, ხშირად მოგვისმენია, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ ნახოთ, ვინ არის ვლად პლოხოტნიკი, მოლდოველი ოლიგარქი. ვლადიმირ ვლად პლოხოტნიუკი, მოლდოველი ბიზნესმენი, ოლიგარქი და ყოფილი პოლიტიკოსი. ვლადიმირ ვლად პლოხოტნიუკი, მოლდოველი ბიზნესმენი, ოლიგარქი და ყოფილი პოლიტიკოსია, რომელსაც მოლდოვაში ხშირად მოიხსენიებენ როგორც ქვეყნის ჩრდილოვან მმართველს. წლების განმავლობაში მას ჰქონდა კონტროლი სასამართლო, სამართალდამცავ, საბანკო და მედია სისტემებზე. პლოხოტნიუკი იყო მოლდოვის მმართველი დემოკრატიული პარტიის ფაქტობრივი ლიდერი. პოლიტიკაში ოფიციალურად არ იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს, მაგრამ ფაქტობრივად წყვეტდა ხელისუფლების გადაწყვეტილებებს. მის სახელს უკავშირდება ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ძარცვის საქმე. 2014 წელს მოლდოვაში სამი მთავარი ბანკიდან გაქრა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 12%-ს შეადგენდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თანხა გაიტანეს სხვადასხვა ოფშორული კომპანიების მეშვეობით, ნაწილობრივ რუსეთის ბანკებში გადარიცხვით. პლოხოტნიუკი მიჩნეულია ამ სკანდალის ერთ-ერთ ორგანიზატორად. მის წინააღმდეგ არაერთი გამოძიება დაიწყო, თუმცა მალევე შეფერხდა. სავარაუდოდ სწორედ მისი გავლენის გამო. მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ აღძრა საქმეები ფულის გათეთრებისთვის, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნისთვის და სხვა კორუფციული დანაშაულებისთვის. როგორ მოიშორა მოლდოვამ ოლიგარქი? 2019 წლის ივნისში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პლოხოტნიუკის პარტიამ ვერ მოახერხა საჭირო ხმების მიღება და მთავრობის ფორმირება. პროდასალურმა ძალებმა, მაია სანდუს ბლოკმა და პრორუსულმა სოციალისტებმა დროებითი ალიანსი ჩამოაყალიბეს პლოხოტნიუკის ძალაუფლების დასასრულებლად. საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვაში ოპოზიციამ გაერთიანება შეძლო. 2019 წლის ივნისს მაია სანდუ გახდა ქვეყნის პრემიერი. ზუსტად 6 დღეში პლოხოტნიუკი დროებით წავიდა ქვეყნიდან ოფიციალურად საიმიგრაციო ვიზით, თუმცა ეს იყო გაქცევა. პლოხოტნიუკს მოლდოვასა და საზღვარგარეთ რამდენიმე ათეული მილიონის უძრავ-მოძრავი ქონება ჰქონდა. მილიონებად შეფასებული უზარმაზარი ვილა შვეიცარიაში, ჟენევის ტბის პირას, ვილა საფრანგეთში, აგარაკები რუმინეთის პრესტიჟულ კურორტებზე, 6 სახლი და 4 ოფისი მოლდოვაში, ძვირადღირებული ავტომობილების კოლექცია და მდიდრული იახტა, რომელიც ბოლოს ფლორიდის სანაპიროზე ჰყავდა გაჩერებული.
ოლიგარქი ცდილობდა საკუთარ სახელზე არაფერი გაეფორმებინა და ყველაფერი მესამე პირის ან კომპანიების მეშვეობით ემართა. თუმცა საერთაშორისო გამოძიებამ ვილებსა და იახტებზე, რომელსაც კავშირი ჰქონდა მოლდოվել მილიარდერთან, ყველაფერი დაადგინა. ამ დროისთვის საერთაშორისო სანქციებით დაყადაღებულია 24 მილიონი დოლარის ქონება. იგი იმალებოდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში, თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და ბოლოს საბერძნეთში. 2025 წლის ივლისში იგი დააკავეს ათენის აეროპორტში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნის საფუძველზე. 25 სექტემბერს კი ექსტრადირება მოხდა მოლდოვაში, სადაც მას ელოდება სასამართლო პროცესები მრავალი მუხლით. ჩვენ მოლდოვას არჩევნებს გადაცემის ცდილობისას არაერთხელ დაუბრუნდებით, თუმცა მანამდე ვნახოთ კვირის კადრი ნომერი 2. ნიუ-იორკში გაეროს გენასამბლეაზე ჩასული პრეზიდენტი მაკრონი და მისი ესკორტი, რომელიც ტრამპის გამო გადაკეტილ ქალაქში გააჩერეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაშინვე დაურეკა დონალდ ტრამპს და ხუმრობა ნარევი ტონით უსაყვედურა კიდეც, თუმცა იხტიბარი არ გაიტეხა და უთხრა, რომ ნიუ-იორკში ვერ ასწდებოდა დისკუსიას პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამის შემდეგ ყველასაც კარგად ცნობილია, რომ მაკრონი თავის თანხმლებთან ერთად საფრანგეთის საელჩოში ფეხით გაემართა. ტრამპის პოზიცია ამ საკითხზე ყველასთვის კარგადაა ცნობილი, ის პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს და მაკრონის მდგომარეობაში მეორე დღეს აღმოჩნდა კიდევ ერთი ლიდერი, რომელიც პალესტინის დამოუკიდებლობას გულშემატკივრობს, ეს არის რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, თურქეთის ლიდერი, მასაც და მის ესკორტსაც გარკვეული შეფერხებები ჰქონდათ ნიუ-იორკში გენასამბლეაზე. და კვირის ფრაზა, ყოველ შაბათს ასევე გავიხსენებთ კვირის მთავარ განცხადებას და ამ დღეებში, როდესაც რუსეთი ნატოს მოთმინებას, ნატოს რეაგირების სიმწვავეს ცდიდა და ალიანსის საზღვრებს ხან დრონებით, ხან თვითმფრინავებით არღვევდა, ტრამპის განცხადება აღმოჩნდა მთავარი. დიახ, უნდა ჩამოაგდონ რუსული საფრენი აპარატი, ასე უპასუხა ამერიკის 47 ლიდერმა ჟურნალისტის შეკითხვას, რუსეთზე კი განაცხადა, რომ ის ქაღალდის ვეფხვია. ბატონო პრეზიდენტო, ფიქრობთ, რომ ნატოს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავი, თუმცა საჰაერო სივრცეში შევა? დიახ, მე ასე მიმაჩნია. და ასევე განცხადება ნომერი 2, რომელიც ეხება უკვე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის, რომელსაც ძალიან მკაცრი გამოსვლა ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოზე და შეიძლება ითქვას, რომ რუს დიპლომატებს უკვე მე რამდენჯერ ჩაუტარა მასტერკლასი. კიდევ ერთი რაკეტა ან სხვა ობიექტი თუ შემოფრინდება ჩვენს საჰაერო სივრცეში, განზრახ თუ შემთხვევით, შემოფრინდება და ჩამოაგდებენ. ხოლო ნამსხვრევები ნატოს ტერიტორიაზე დაეცემა. ნუ მოგბრძანდებით აქ საყვედურებით. თქვენ გაფრთხილებულები ხართ. და ახლა კი გავიხსენოთ, როგორ დაიწყო რუსეთის თავხედური რეიდები ევროპის საჰაერო სივრცეში. პირველი იყო რუმინეთი, როცა რუსულმა დრონებმა ქვეყნის საზღვარი დაარღვიეს და 10 კილომეტრის სიღრმეში შეიჭრენ. საპასუხოდ რუმინეთის საჰაერო ძალებმა F-16-ები აუშვეს ჰაერში. ინციდენტის გართულება არ მოჰყოლია, 9 და 10 სექტემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 20 რუსული დრონი შეიჭრა. პოლონეთმა მოახერხა ზოგიერთი მათგანის ჩამოგდება. ეს ფაქტი შეფასდა, როგორც რუსეთის მცდელობა გამოცადოს ნატოს რეაქცია და შესაძლებლობები. ამის შემდეგ ნორვეგიასა და დანიაში დაფიქსირდა სამი შემთხვევა, როცა მათ საჰაერო სივრცეში რუსული დრონები გამოჩნდა. ისინი ოსლოსა და კოპენჰაგენის აეროპორტებთან ახლოს ტრიალებდნენ. ამიტომ ფრენები დროებით გადაიდო, მაგრამ კულმინაცია უკვე იყო 19 სექტემბერს, როდესაც სამი რუსული MiG-31 გაუფრთხილებლად შეიჭრა ესტონეთის საჰაერო სივრცეში და 12 წუთი იყვნენ ისინი ნატოს ცაზე. მთელი 12 წუთი. ესტონეთმა მოითხოვა ნატოს მეოთხე მუხლის ამოქმედება და მოკავშირეების რეაგირება, თუმცა რუსეთი ამ დრომდე აცხადებს, რომ საერთაშორისო წყლებში მოქმედებდა და საზღვარი არ დაურღვევია. ესტონეთმა განგაში დაუყოვნებლივ ატეხა, გაეროში პირველად მოიწვია უშიშროების საბჭო, საბჭოს ხდომა და რუსეთის ეს პროვოკაციული და გამომწვევი ქმედებები გააპროტესტა. ესტონეთთან ერთად 50-ზე მეტმა ქვეყანამ ერთობლივად დაგმო რუსეთის მორიგი თავხედური ქმედება, საბედნიეროდ საქართველოც იყო ამ ქვეყნების ჩამონათვალში, მარგუს სახნა ამ სიას ანბანის მიხედვით კითხულობდა. სწორედ ამიტომ ამ ვითარების შეფასება ჩვენ ვთხოვეთ ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს
პრეზიდენტს, გამორჩეულ ლიდერს და საქართველოს დიდი ხნის მეგობარს ტომას ჰენდრიკ ილვესს, რომელიც 2008 წელს რუსული ტანკების და ბომბების შესაჩერებლად რუსთაველის გამზირზე იდგა. მე პირადად მას პირველად ბრიუსელში შევხვდი, პრეზიდენტობამდე ევროპარლამენტარი იყო, ძალიან რაფინირებულ ევროპულ გარემოშიც კი ის მუდმივად იქცევდა ყურადღებას თავისი ძალიან გონივრული და ხისტი პოზიციით, რუსეთის პირდაპირი კრიტიკით და ბოლოს თავისი ჩაცმულობით. ხალხსტოხის ნაცვლად მას მუდმივად ბაბთა ეკეთა. ვიდრე ინტერვიუს შემოგთავაზებთ ტომას ჰენდრიკ ილვესთან ბიოგრაფიული ფრაგმენტები ლიდერის ცხოვრებიდან, რომელმაც ესტონეთი ციფრული და მაღალი ტექნოლოგიების ქვეყნად აქცია. ტომას ჰენდრიკ ილვესი, ადამიანი, რომელიც ბალტიისპირეთის ერთი პატარა ქვეყანა, მსოფლიო ციფრული ლიდერი გახადა, რომელმაც აჩვენა, რომ ღირებულებებზე დაფუძნებული ტექნოლოგია შეიძლება გახდეს დემოკრატიის მთავარი იარაღი. ტომას ჰენდრიკ ილვესი დაიბადა შვედეთში 1953 წელს, ესტონელი ლტოვილების ოჯახში, რომელიც 1954 წელს საბჭოთა ოკუპაციას გაიქცა. გაიზარდა ამერიკაში, სწავლობდა კოლუმბიისა და პენსილვანიის უნივერსიტეტებში განათლებით ფსიქოლოგი. 1991 წელს ესტონეთის დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ის დაბრუნდა სამშობლოში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრი, შემდეგ აშშ-ში ელჩი, ბოლოს კი ევროპარლამენტის წევრი გახდა. მაგრამ ნამდვილი ისტორია იწყება 2006 წელს, როცა იგი აირჩიეს ესტონეთის პრეზიდენტად. იგი მაშინ 53 წლის იყო. ქვეყანას ახალი თაობის ლიდერი სჭირდებოდა და ასეთი აღმოჩნდა ილვესი, ევროპულად მოაზროვნე, ტექნოლოგიურად გონიერი და ღირებულებებზე ორიენტირებული. IT პრეზიდენტი, ასეც უწოდებენ ილვესს, რომელმაც ესტონეთი გადაიყვანა ახალ პოლიტიკურ ერაში. ტომას ჰენდრიკ ილვესის მიერ ჩამოყალიბებული ი-ესტონია მსოფლიო მაგალითად იქცა. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ქვეყანა სწავლობს და ზოგჯერ პირდაპირ იღებს ესტონურ მოდელებს. ესტონეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ხმის მიცემა ონლაინ შეიძლებოდა. ილვესის მთავარი სლოგანი იყო: თუ მოქალაქეს არ შეუძლია გააკონტროლოს თავისი მონაცემები, ის საბოლოოდ კარგავს თავის პოლიტიკურ თავისუფლებასაც. სწორედ ამიტომ ესტონეთში დანერგილია ყველაზე გამჭვირვალე სისტემა, რომელსაც მოქალაქეები თავად აკონტროლებენ. მაგალითად ესტონეთში, თუ პოლიციელი ან ვინმე სახელმწიფო მოხელე ნახავს თქვენს მონაცემებს თქვენი ნებართვის გარეშე, თქვენ ამას მაშინვე გაიგებთ და შეგიძლიათ უჩივლოთ. ილვესის ერთ-ერთი იდეა იყო დიჯიტალური ელჩობა. 2017 წელს ესტონეთმა ლუქსემბურგში გახსნა პირველი Data Embassy, სადაც ინახება ესტონური სახელმწიფო სერვერების სრული ასლები. მიზანი: თუ ქვეყანა ოკუპირებული ან პარალიზებული იქნება, სერვისები მაინც იმუშავებს საზღვარგარეთიდან. ტომას ჰენდრიკ ილვესი იყო ერთ-ერთი იმ 5 პრეზიდენტს შორის, რომელიც ომის დროს საქართველოში ჩამოვიდა და ყველაზე დიდხანს დარჩა აქ. ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი ხშირად ჩამოდიოდა თბილისში და საქართველოს მხარდამჭერი იყო ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე. მან არაერთხელ გააკრიტიკა დასავლეთის ბიუროკრატია და ინერტულობა, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხებოდა რუსეთის აგრესიას. ის პირველი იყო, რომელიც უხსნიდა კოლეგებს, რომ რუსეთი ჩვენთან ომს არ იწყებს ტანკებით, ის გვიტევს მონაცემებით და ამ მონაცემების ფლობის გამო შიშის დანერგვით. პრეზიდენტობის შემდეგ ილვესი დარჩა გლობალურ პოლიტიკაში. ამჟამად ის მრჩეველია ევროკავშირისა და გაეროს ციფრული მმართველობის საკითხებში. ილვესი არ იყო უბრალოდ პრეზიდენტი, ის იყო დემოკრატიული სახელმწიფოს შემქმნელი, რომელიც ამბობდა: ჩვენ არ ავაგეთ ციფრული სახელმწიფო იმიტომ, რომ მდიდრები ვიყავით. ჩვენ გავხდით მდიდრები იმიტომ, რომ ავაგეთ ციფრული სახელმწიფო. თქვენ ახლა ისმენთ ძალიან შთამბეჭდავი ლიდერის ბიოგრაფიიდან მნიშვნელოვან მომენტებს და რა გეოპოლიტიკურ ცვლილებებს მოიწანს ის მოვლენები, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ტრამპის განცხადება, რუსეთის თავხედური გადაწყვეტილებები, ამის შესახებ უკვე ტომას ჰენდრიკ ილვესის ინტერვიუ შეგვიძლია ვნახოთ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩავწერეთ. ბატონო ილვეს, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთვის მოიცალეთ და მზად ხართ უპასუხოთ ჩვენს შეკითხვებს. ჩვენი ბოლო ინტერვიუს შემდეგ საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ქართულმა ოცნებამ რუსული რეჟიმი დაამყარა ქვეყანაში და დემოკრატიის იმ ჩანასახებსაც პოპს, რომელიც დარჩენილია. აუცილებლად ვისაუბრებთ იმის შესახებ, როგორ უყურებთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას და რა გამოსავალს ხედავთ. თუმცა მანამდე მინდა შევეხო რუსეთის თავხედურ პროვოკაციებს ესტონეთსა და პოლონეთში და გაეროს უშიშროების საბჭოს. ფაქტია, რომ პუტინი ერთის მხრივ ნატოს რეაქციას ცდის, მაგრამ მეორეს მხრივ მას ალიანსის წინააღმდეგ რაიმე სერიოზული ოპერაციის განხორციელების არც ძალა და არც ეკონომიკური შესაძლებლობა ახლა არ აქვს. რა არის ამჟამად პუტინის მიზანი?
Well, you never know with them. But I suspect that there is a strong element of intimidation going on. ეს არასოდეს იცი, მაგრამ მე მაინც ვეჭობ, რომ აქ მაინც დაშინების ძლიერი ელემენტია. ეს ყველაფერი დიდი ხანია მიმდინარეობს. უბრალოდ ახლა უფრო მწვავე ფორმა მიიღო. რომც ვიფიქროთ, რომ ბოლო პროვოკაციების შემთხვევითია, მაშინ რა ვუყოთ წინა ფაქტებს. წელიწად ნახევრის წინ ჩვენი წყალქვეშა კაბელი დააზიანეს. ასევე დაწვეს შოპინგ მოლი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია ევროპაში. ასევე დააზიანეს GPS სისტემა, რომელმაც პრობლემები შეუქმნა სამოქალაქო ავიაციას. დღეს უკვე გადავიდნენ საჰაერო სივრცის დარღვევაზე. აი ახლა ამ ამბავს ადამიანებმა სერიოზულად შეხედეს. როდესაც ადრე ვამბობდი, რომ წინა პროვოკაციები ძალიან საშიშია, გვეუბნებოდნენ, რომ არაფერია. 2 კვირის წინ პოლონეთში შეფრენილ დრონზე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ იქნებ შეცდომა. ახლა კი ყველა მიხვდა, რომ ეს შეცდომა არაა. საზოგადოებაც და პოლიტიკური კლასიც ევროპასა და ამერიკაში. და უკეთესი რეაგირებაა, ვიდრე 1 წლის წინ. ანუ მოთმინების ფიალა აივსო. Our cup is full. რუსეთის მიერ საჰაერო სივრცეების დარღვევა იქნება ეს ესტონეთი, პოლონეთი, სკანდინავიური ქვეყნები ზოგადად არის ერთგვარი ჰიბრიდული ზეწოლის მეთოდი. მიზანი ალბათ არის მოსინჯვა რეაქციების დასავლური სოლიდარობის ჩამოშლის მცდელობა. რამდენად ადეკვატური იყო ევროპის და ამერიკის რეაქცია საპასუხოდ. Well, it's getting better. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. ნატომ ბალტიის ზღვაზე დაიწყო მანევრები. პოლონეთში დრონების შეფრენაზე დაიწყო საჰაერო ოპერაცია. ჩვენ და თქვენ კარგად ვიცით, რომ ევროპა და განსაკუთრებით დასავლეთ ევროპა ხშირად აგვიანებს, ნელა რეაგირებს. მე ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში ვაფრთხილებდი მსოფლიოს, რომ თუ საქართველოს მაპს არ მისცემდნენ, ეს პუტინისთვის მწვანე შუქის ანთება იქნებოდა. ასეც მოხდა. მართლაც სამ თვეში დაიწყო ომი. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ საფრთხეზე საუბრობდა. მაგრამ ამის მიუხედავად ქართულმა ოცნებამ ომის მხარდამჭერად გამომაცხადა. ამ ყველაფრის შემდეგ მე მაბრალებდნენ, რომ ომი მინდა. Now it's the Georgian government accusing me of being a warmonger. So I guess 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრაზე რეალურად პირველ ტესტზე დასავლეთისთვის აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, თუმცა ეს თემა რომ დავასრულოთ, მინდა გკითხოთ ტრამპის ძალიან ხის განცხადებაზე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ამერიკის პრეზიდენტს ჟურნალისტებმა პირდაპირ კითხეს, უნდა ჩამოაგდონ თუ არა ნატოს ქვეყნებმა რუსული საფრენი აპარატები, თუ კი ისინი კვლავ დაარღვევენ ევროპისა და ნატოს საჰაერო სივრცეს. მან უპასუხა, რომ ეს ასე უნდა მოხდეს. ეს ერთგვარი შემოტრიალებაც იყო ამ პროცესში ტრამპის მხრიდან და როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ის ენა, რომელიც ყველაზე კარგად ესმის პუტინს? I think it was a strong signal that დიახ, ეს იყო ძალიან ძლიერი მესიჯი პრეზიდენტ ტრამპისგან. გულწრფელად რომ თქვა, ტრამპის ზოგადი დამოკიდებულება პუტინის მიმართ ძალიან რბილი იყო. გუშინდელი განცხადების შემდეგ ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ახლა ალბათ კრემლში ფიქრობენ, რა შეიცვალა, რა მოხდა. ფაქტია, რომ ამ განცხადების შემდეგ ჩვენ პროვოკაცია აღარ გვინახავს. მოდით ვნახოთ, როგორ გაგრძელდება. ახლა საკითხი ასე დგას, ჩამოაგდებენ თუ არა ახლა თვითმფრინავს. ეს ნამდვილად რთული საკითხია. ნატოში დისკუსიაა. ნაწილი ფიქრობს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება ფართო მასშტაბიან ესკალაციას გამოიწვევს. ზოგი ამტკიცებს, რომ ხისტი მეთოდებია საჭირო. ბოლო 2 დღეა მსჯელობა იმაზე მიმდინარეობს, რა ჯობს ასეთ შემთხვევაში. არ ვიცი ზუსტად როგორ გადაწყდა. თუმცა ფაქტია, რომ ამერიკისგან განცხადება, რომ ასეთ შემთხვევაში თვითმფრინავი უნდა ჩამოაგდონ, მნიშვნელოვანი სიგნალია. საკითხავი ის არის, ამ განცხადების შემდეგ დატესტავენ თუ არა რუსები ამას. the question is, will they test it now? ჩვენ ნახეთ რუსეთის რეაქცია და მეთოდების განცხადებაც. I mean, I don't think anyone takes alcoholics with არ მგონია ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანის ნათქვამი. კორსაკოვის სინდრომით ვინმემ სერიოზულად მიიღოს. very seriously. ტრამპის ამ განცხადებას წინ უძღოდა რადოსლავ სიკორსკის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ძალიან თამამი გამოსვლა რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ, რომელიც მან გაეროს უშიშროების საბჭოზე, რომელიც ესტონეთის თხოვნით პირველად მოიწვიეს, რუსეთის ელჩის თანდასწრებით გააკეთა. სიკორსკიმ ფაქტობრივად სილა გააწნა რუსეთს. მოდით მოვისმინოთ ეს განცხადება და გავაგრძელოთ საუბარი. To the representatives of Russia, I have this to say. We know you don't care for international law
რუსეთის წარმომადგენლებს უნდა ვუთხრა, ვიცით რომ არ გაინტერესებთ საერთაშორისო სამართალი და არ შეგიძლიათ მშვიდობიანად იცხოვროთ მეზობლებთან. თქვენი გიჟური ნაციონალიზმი შეიცავს ბატონობის სურვილს, რომელიც არ შეწყდება მანამ, სანამ არ გააცნობიერებთ, რომ იმპერიების ხანა დასრულდა და თქვენი იმპერია არ აღდგება. ყოველი დრონის თავდასხმა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გმირები ახორციელებენ, ღმერთმა დალოცოს ისინი, ამ დღეს აახლოებს. თქვენი სამდღიანი სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკვე 10 წელია დონბასის დაპყრობასაც კი ვერ ახერხებს. მაგრამ რუსეთის კრიმინალური, კატასტროფული შეცდომების პოტენციალი კვლავ არსებობს. რუსეთის მთავრობისადმი მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს. თუ კიდევ ერთი რაკეტა ან თვითმფრინავი შემოვა ჩვენ სივრცეში ნებართვის გარეშე, განზრახ ან შეცდომით და ჩამოაგდებენ და ნამსხვრევები ნატოს ტერიტორიაზე მოხდება, გთხოვთ, ნუ მობრძანდებით აქ ამის გამოწუწუნისთვის. გაფრთხილებულები ხართ. Please don't come here to whine about it. You have been warned. I think especially after being backed up by Donald Trump yesterday, I think it's სიკორსკიზე დონალდ ტრამპის მხარდაჭერის შემდეგ ეს არის ძალიან სერიოზული მესიჯი. სინამდვილეში ყველაზე დიდი სამხედრო ძალა ევროპაში პოლონეთია. პოლონეთს ფაქტობრივად იმაზე მეტი ტანკი ყავს, ვიდრე მთელს ევროპას ერთად. ასე რომ პოლონეთი ერთ-ერთი მთავარი სამხედრო ძალაა ევროპაში. მართალია, მათ ბირთვული იარაღი არ აქვთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამის მიუხედავად მათ დიდი ძალა აქვთ, პატარა ესტონეთისგან განსხვავებით. როდესაც პოლონეთი ამბობს ამას და ამავდროულად მას ამერიკის შეერთებული შტატები ეთანხმება, ეს კრემლისთვის მნიშვნელოვანი მესიჯია. თქვენი აზრით, სიკორსკის ეს პოზიცია ნატოს წევრებთან ან ამერიკის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული იყო? Probably not. I mean, ალბათ უფრო არა, რადგან ამაზე საუბარი ნატოს შეხვედრის შემდეგ დაიწყო, როდესაც ესტონეთმა ნატოს მეოთხე მუხლის ამოქმედება მოითხოვა. სიკორსკი ეს განცხადება გააკეთა როგორც პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც როგორც გითხარით ნატოს ერთ-ერთი მთავარი სამხედრო ძალაა. სულ ახლა ხანს ესტონეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი ხელმძღვანელი რიჰო ტერასი, რომელიც ახლა ევროპარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრია, ისრაელში იყო. სადაც ის შეხვდა რკინის გუმბათის შექმნელს და დიზაინერს დანიელ გოლდს. ამდენ რეალისტურია, რომ ევროპას ჰქონდეს თავისი რკინის ფარი, შეიძლება ეს ბალტიისპირეთიდან დაიწყოს. I think the main problem that we have right now in Europe with high tech. ახლა მთავარი პრობლემა, რაც ევროპულ ქვეყნებს აქვთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვისას ეხება ეკონომიკას და ფინანსებს. გონია, რომ ეს უფრო ევროკავშირს ეხება ვიდრე ნატოს. ახლა რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები, ფინეთი, შვედეთი, პოლონეთი, ლატვია, ლიტვა ზრდიან თავიანთ სამხედრო ხარჯებს და ემზადებიან რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში. ანუ ტრამპის მოწოდება სამართლიანი იყო. Well, we were doing it before Donald Trump, to be actually. ჩვენ ამას ტრამპის მოწოდებამდე ვაკეთებდით. ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5% ჰქონდა გასულ წელს სამხედრო ხარჯებისთვის. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ ესტონეთი უფრო მეც ხარჯავდა თავისი მთლიანი შიდა პროდუქტიდან სამხედრო თემებზე, ვიდრე ამერიკა. ჩვენ ვიყავით მეორე, მესამე იყო ამერიკა. ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ ისტორია არ განმეორდეს და რომ რუსეთმა უფრო დიდი ფასი გადაიხადოს. და მაინც რკინის გუმბათზე რას ფიქრობთ, ეკნება თუ არა ის მალე ევროპას? მე ზუსტად არ ვიცი, თუმცა ეს ფინანსების და ფულის საკითხი მგონია უფრო. და ახლა გადავიდეთ ტრამპის იმ განცხადებაზე, რომელმაც შეიძლება სრულიად შეცვალოს ომის ბედი, მან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ პროცესში ნატოს ჩართვაც არ გამორიცხა და რუსეთს ქაღალდის ვეფხვი უწოდა. მოდით ნახოთ სასიამოვნოდ გამაოგნებელი პოზიცია, რომელიც ამერიკის 47 პრეზიდენტმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა. რუსეთი ქაღალდის ვეფხვივით გამოიყურება. უკრაინას ევროკავშირის მხარდაჭერით შეუძლია იომოს და დაიბრუნოს მთელი უკრაინა თავდაპირველი ფორმით. ნატოს ფინანსური მხარდაჭერით სრულიად შესაძლებელია შენარჩუნება თავდაპირველი საზღვრების, საიდანაც ეს ომი დაიწყო. თქვენი აზრით, ამდენად მყარი იქნება ტრამპის ეს შემოტრიალება უკრაინის მიმართ? That's the question everybody is asking right now. ეს ის შეკითხვაა, რომელსაც დღეს ყველა სვამს. მოდით ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ დღეებსა და კვირებში. ვინც უკრაინას ვუჭერთ მხარს, ყველა ძალიან გახარებულია ამ პოზიციით. თავარია ეს გადაითარგმნოს კონკრეტულ ქმედებებში. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ტრამპის დამოკიდებულების ასეთი რადიკალური ცვლილება? ზელენსკის გონივრულმა პოლიტიკამ, ვიცით რომ თავიდან მათ უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, თუ პუტინით იმედგაცრუებამ, როგორც თავად ამბობს?
Probably a combination of both. I mean, basically, ორივე ფაქტორის კომბინაცია. პუტინმა ტრამპი ბევრჯერ მოატყუა და პრეზიდენტი ტრამპი ამის გამო ნაწყენია. Trump simply got annoyed at being lied to all the time. და ხო შევეხოთ ნავთობის ემბარგოს, ტრამპმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა შეწყვიტონ რუსული ნავთობის ყიდვა, იგივე მოუწოდებდა ჩინეთსა და ინდოეთს. რამდენად რეალისტურია ამ სანქციების ერთობლივი ამოქმედება ამ ეტაპზე? Slovakia and Hungary still get import oil. It is სლოვაკეთი და უნგრეთი ჯერ კიდევ ახდენენ ნავთობის იმპორტს, თუმცა იმის გათვალისწინებით თუ სად იყო ევროპა და სად არის დღეს ეს ორი ქვეყანა, ეს არ არის დიდი რაოდენობა. უფრო სიმბოლური რამ არის და დიდ განსხვავებას არ იძლევა. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ უნგრეთი განსაკუთრებით თუ მის აბსურდულ რიტორიკას გავითვალისწინებთ, მოკლედ ყველაფერი გამოჩნდება. რაც შეეხება სანავთობო სანქციებს ჩინეთისა და ინდოეთისთვის, არ ვიცი რა არის ან არ არის შესაძლებელი. ეს დიდი ქვეყნებია და საკმაოდ რთულია დაარწმუნო ევროპა, რომელსაც ტრამპმა ტარიფები დაუწესა, რომ თავადაც დაუწესოს ტარიფები ჩინეთსა და ინდოეთს. საერთოდ ეს დისკუსიის თემაა თავად ევროკავშირის ქვეყნებს შორის და მე არ ვიცი რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი. და ხო დავუბრუნდეთ საქართველოს. უკვე 300 დღეზე მეტია ქართველი ხალხი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიანად იბრძვის. მაგრამ ივანიშვილი უკან არ იხევს. თქვენი აზრით, რამ შეიძლება გარდატეხა შეიტანოს ამ პროცესში, რომ თავისუფლების მოყვარე ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს? You got me. I don't know. I mean, basically არ ვიცი რა გითხრათ, რეჟიმმა საქართველოს გარიყულ ქვეყნად აქცია, რომელსაც მეგობრები არც ევროპაში ყავს და არც ამერიკაში. ერთადერთი, ვისაც საქართველოს ემეგობრება, ეს უნგრეთია. თუმცა არ ვიცი, ჭირდება თუ არა საქართველოს ისეთი მეგობრები, როგორიც უნგრეთია. aside from maybe Hungary, but I don't know if Georgia wants a friend like that. Not for Georgia, for Bidzina, I think, Hungary. Well, true, but it's just that since Hungary is almost a pariah state. დიახ, მართალი ხართ, უნგრეთიც თავადაა გარიყული ქვეყანა ევროპაში და არ მგონია საქართველოს მასთან მეგობრობა გამოადგეს. საქართველოს ახლა ჭირდება თავისუფალი არჩევნები, მაგრამ არა ამ რეჟიმის პირობებში, რომელიც ყველას ანადგურებს და იშორებს, ვინც საქართველოს მხარს უჭერდა. კარბილს და მე რომ ომის მხარდამჭერებს დაგვიძახებს, საქართველოს მეგობრებს, რას იფიქრებს ის ხალხი, ვინც სკეპტიკურადაა განწყობილი. რა უნდა უთხრა იმ ხალხს, რომელსაც სულაც არ ადარდებდა საქართველოს, მაგალითად 2008 წელს, როდესაც თავს ესხმის შენს ახლო მეგობრებს, სხვა რაღაც იფიქრებს. What are they going to say about the people who didn't care about Georgia? ბატონო პრეზიდენტო, 2008 წელი თქვენ თავად გაიხსენეთ, როდესაც თბილისში ჩამოხვედით და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რუსთაველის გამზირზე 5 პრეზიდენტს შორის იდექით. მაშინ საქართველოს რუსულ ტანკებს და ბომბებს იგერიებდა. თუმცა რუსული საფრთხე ფაქტობრივად დღეს უფრო დიდია. თუ შეიძლება გაიხსენეთ, როგორ დაგეგმეთ თბილისში ჩამოსვლა? To be honest, those of us who supported Georgia were a minority. ევროპის დიდი ნაწილი პასიური იყო. სწორედ ამ დროს საქართველოს მეგობრები მაშინ დადგნენ საქართველოს მხარდასაჭერად და დღეს მათი უმეტესობა რეჟიმამ მტრად გამოაცხადა. მაგრამ მაშინ ჩვენი мотиваცია ის იყო, რომ დაგვეცვა საქართველო როგორც დემოკრატიის მოდელი. შეიძლება იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ეს იყო ქვეყანა, რომელმაც თავი დააღწია საბჭოთა ოკუპაციას. ძალიან კარგად მიდიოდა წინ. ახლა კი საქართველოს მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია. სამართლებრივი კუთხით წარმოუდგენელია, როგორ ექცევა რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს. შესაძლებელია თუ არა, რომ ივანიშვილის რეჟიმი შესაზღუდად კონკრეტულმა სანქციებმა იმუშაოს, როგორც ეს რუსი ოლიგარქების შემთხვევაში მოხდა. Well, I would say probably yes, but on the other hand, სავარაუდოდ იმუშავებს, მაგრამ მას ხომ ფრანგული მოქალაქეობა აქვს. ეს ართულებს სიტუაციას. მე ვფიქრობ, რომ ახლა საქართველოს თვითიზოლაციას მიმართავს, შორდება დასავლეთს. რაც შეეხება დასავლეთს, ახლა მთავარი აქცენტი უკრაინაზეა. სომხეთისკენ დაიძრა პროექტები, საქართველოს მთავრობა კი თავად გუკრავს ხელს. ამერიკის კონგრესიდანაც კრიტიკა ისმის. ჩვენ ქართულ ხალხზე ვლაპარაკობთ, ამ რეჟიმს ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს.
I understand, but the problem is that NATO და ევროკავშირი მუშაობს მთავრობებთან და არა ხალხთან. countries deal with governments, not with the people in the street. რომ შევაჯამოთ, ევროპა თანამშრომლობს იმ ქვეყნებთან, რომელსაც სურთ ევროპაში ინტეგრაცია, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს. თვითონ არიან დაინტერესებული ევროპული სტანდარტების დანერგვით. ასეთ შემთხვევაში ევროპა ხელს გიწვდის, მაგრამ თუ კი ქვეყანა თავად გშორდება, თავს გესხმის, ამის შემდეგ ევროპა იღებს გადაწყვეტილებას, ფული ჩადოს უკრაინასა და მოლდოვაში. დემოკრატიული უკუსვლა იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია ვითარდება, ის საკითხია, რაზეც თვალს ვერ დახუჭავ. We're worried about democratic backsliding in those countries that are democracies. და აუცილებლად უნდა გკითხოთ კიდევ ერთ თემაზე, რომელმაც განსაკუთრებული დებატები გამოიწვია გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომაზე, პალესტინის დამოუკიდებლობა. მაკრონი ამბობს, რომ ის რა თქმა უნდა აღიარებს პალესტინის დამოუკიდებლობას და ამ თემაზე ტრამპთან აპირებდა საუბარს. ვიცით ტრამპის პოზიცია, რომ ეს წინააღმდეგია. როგორი იქნება ესტონეთის დამოუკიდებლობა ამ საკითხის მიმართ? Well, Estonia is not, and Estonia will probably not do it. ესტონეთი ალბათ არ გააკეთებს ამას. ჩვენ ახლო ურთიერთობები გვაქვს ისრაელთან დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და მანამდეც. მე ახლა მთავრობაში არ ვარ. მათი სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ალბათ ეს დამოუკიდებლობა არ შეიცვლება. და ბოლოს ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, რას უსურვებთ ქართულ ხალხს? I wish that Georgia will have democratic elections as soon as possible to see what really მე ვისურვებდი საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, რაც შეიძლება სწრაფად და არა ისეთი, როგორიც გასულ წელს ჩატარდა. ბიულეტენებს რომ ტენიდნენ ყუთებში. ისეთ არჩევნებზე ვსაუბრობ, სადაც ქართულ ხალხს ექნება რეალური არჩევანის გაკეთების საშუალება, ყოველგვარი манипуლაციის გარეშე. ხალხის ციხიდან უნდა გამოუშვან. ქვეყანაში უნდა იყოს მედიის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება. ჩვენ გვინდა ქართველებს ჰქონდეთ თავისუფალი არჩევნები და არ ემორჩილებოდნენ ავტორიტარულ რეჟიმს. დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. Okay, well, good luck. Thank you. ეს იყო ინტერვიუ საქართველოს დიდი ხნის მეგობართან ტომას ჰენდრიკილოსთან და მან ძალიან მწუხარებით აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკურ მოედანზე საქართველოს ადგილი თანდათან იკარგება და რაც ყველაზე ცუდია, ამას აკეთებს ეგრეთ წოდებული საქართველოს ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში ის ადამიანები, ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელები, რუსული რეჟიმი, რომელიც გვართმევს ევროპულ მომავალს. ამ ინტერვიუს მთავარ გზავნილებზე და გეოპოლიტიკურ კვირაზე ჩვენ ახლა საუბარი უნდა გავაგრძელოთ თორნიკე გორდაძესთან, რომელიც პარიზიდან გვერდება, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორთან და მიმოვიხილოთ ეს თემები. მოგესალმებით, ბატონ თორნიკე, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. სალამი ნათია და წარმატებებს მინდა გისურვოთ ამ ახალ ეთერში და ახალ გადაცემაში. დიდი მადლობა. მართლაც ძალიან დატვირთული კვირა გამოვიდა და გარდამტეხით შეიძლება ასე ითქვას, თუ კი გავითვალისწინებთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს, ისევე როგორც უკრაინის მიმართ, სადაც მან თქვა, რომ უნდა აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ასევე ის დამოკიდებულება, რომელიც მან გამოავლინა რუსული საფრენი აპარატების მიმართ. თქვენი აზრით, რა შეიცვალა და რა მიიყვანა ტრამპი ამ გადაწყვეტილებამდე? მე მგონი შეიცვალა რამოდენიმე რამ. პირველი ის, რომ დონალდ ტრამპმა თვითცნობიერა მიხვდა, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დამთავრება არ იყო ისეთი ადვილი, რომელიც შეიძლება მას თავის დროზე ეგონა. ჩვენ გვახსოვს მისი განცხადებები საარჩევნო კამპანიის დროს, გინდაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ის გარკვეულ თარიღებსაც ასახელებდა და დროს ამ კონფლიქტის მოგვარებისა. ის რატომღაც დარწმუნებული იყო იმაში, რომ მას შედარებით დიდი გავლენა ჰქონდა არა მარტო უკრაინაზე, რომ ის მართლა დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერაზე ამ კონფლიქტში, არამედ რუსეთის პრეზიდენტზეც. ის დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტი მას აფასებდა, მიიჩნევდა მას ძლიერ ლიდერად. რაღაც გარკვეული დრო დასჭირდა მას ალბათ იმისთვის, რომ გაეთოთ მიმხვდარი იყო იმას, რომ რუსეთი ეწეოდა დროის გაწევის ტაქტიკას, ცდილობდა მაქსიმალურად მოეგო დრო. უბრალოდ რუსეთის რამოდენიმე დაპირება, მათ შორის ის საუბარი, რაც შედგა ალასკაზე ბოლოს, სადაც
ყოველ შემთხვევაში ტრამპმა ესე გაიგო, რომ რუსეთის მხრიდან იყო მზაობა ცეცხლის შეწყვეტაზე, იყო მზაობა ორმხრივ შეხვედრაზე ზელენსკისთან. ეს რა თქმა უნდა რუსეთმა თავისებურად ახსნა, ეს მათ ჩვევიათ, ჩვენ გამოგვიცდია არაერთხელ, როდესაც ისინი განცხადებებს აკეთებენ და შემდეგ 2 მაგ, 3 მაგ, 4 მაგ ახსნებს უკეთებენ ამ განცხადებებს და მე იმედი მაქვს, რომ ეს არის მართლაც ბოლო ეტაპი, როდესაც დონალდ ტრამპი მიხვდა ამას. ჩვენ ვიცით, რომ თავიდან ის საერთოდ არ იყო უარყოფითად განწყობილი რუსეთის მიმართ. ჩვენ გვახსოვს მისი მხრიდან ძალიან კრიტიკული განცხადებები უკრაინის მხრიდან და დანაშაულებაც კი გვახსოვს. და ის ცნობილი შეხვედრა მე მგონი და იმედი მაქვს გამოვთქვა იმედს, რომ უკვე არანაირი რესურსი არ დარჩა, რომ მან ენდოს რუსეთის მხარის განცხადებებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, ჩემი აზრით. მეორე ის არის კიდევ, რომ მან ევროპელებთან მიაღწია გარკვეულ შეთანხმებას, რომ ამერიკის ევროპა მოახდენს ამერიკული იარაღის შეძენას, ანუ ევროპამ გადაიბარა დიდწილად მთელი ტვირთი ამ კონფლიქტისა და მისი გამომრჩეველი, რომელიც ნაწილობრივ მაინც დიდწილად არის საკმაოდ იზოლაციონისტურად განწყობილი და მოითხოვს პირველ რიგში ამერიკის შიდა პრობლემებზე კონცენტრირებას და აკრიტიკებდა წინა ადმინისტრაციებს იმაში, რომ ისინი ზედმეტად მსოფლიოს პრობლემებით იყვნენ დაკავებული. აი ამ მომრჩევლის ამ ნაწილს მას შეუძლია უთხრას, რომ აი ბატონო პირიქით ჩვენ ამ ასე ვთქვათ ამერიკის ინტერესები და პირველ რიგში კომერციული ინტერესები, რომ თავდაცვის ინდუსტრია ამერიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. პირიქით აქედან მოგებას ნახულობს, ამერიკის ინტერესები არ ილახება, ჩვენ ამ კონფლიქტში ევროპას გადავაბარეთ თავარი ტვირთი და აგრეთვე ევროპას კიდევ უფრო ფართოდ ბოლო ნატოს სამიტში და ამავე დროს წინა თვეებშიც მოხდა ისე, რომ ევროპელები უკვე მზად არიან სადღაც 5%-მდე გაზარდონ მათი თავდაცვის ხარჯები, მაშინ როცა 2%, რომელიც ნატოს წესი იყო, ამ 2%-საც არ ასრულებდა ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი. და ეს ჭერი გაიზარდა 5-მდე და ილვესიც ამას ამბობდა, რომ ნატოს, უბრალოდ რუსეთის მოსაზღვრე ნატოს ქვეყნები ახლა ცდილობენ, რომ ეს მთლიანი შიდა პროდუქტთან ეს გაზარდონ და ესტონეთმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო და ამერიკასაც კი ვუსწრებთ, ის ერთგვარად ამას უპირატესობის განცდით ამბობდა. ესტონეთის წონა და ამერიკის წონა განსხვავდება, მაგრამ არა, ეს იმას ამტკიცებს, რომ არა, კარგად ერთ გაცნობიერებული საფრთხე. დიახ. ხო, დიახ, არა, მე იმას ვამბობ, რომ ესტონეთი მიუხედავად ესტონეთს არასდროს არ გამოცხადებია, ან სხვა რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანას ლიტვა იქნება ის ფინეთი თუ ასე შემდეგ, რომ აზრი არ ქონდა ჯარისყოლას და თავდაცვაზე მუშაობას. მართალია ისინი ისინი იმედებს ამყარებენ ნატოს მოკავშირეებზე, მაგრამ ამის გამო მათ არ შეუმცირებიათ თავდაცვის ხარჯები და არ მიუტოვებიათ ეს სფერო სხვა ქვეყნებისთვის. თორნიკე, ასევე მინდა გკითხოთ რუსულ რეაქციებზე. როდესაც ტრამპმა თქვა, რომ ახლა რუსეთი არის ქაღალდის ვეფხვი, მაშინ პესკოვმა ჩაუსწორა, რომ ვეფხვი არა, ჩვენ უფრო დათვი შეგვეფერებაო. მათი ინტერპრეტაცია იყო ასეთი, რომ ტრამპი ბოლოს შეხვდა ზელენსკის და ზელენსკიმ რაც ცნობებიც მიაწოდა, იმის მიხედვით რეაგირებს ტრამპი და ბოლოს ვინც რაც ეტყვის დაახლოებით ასე გამოვიდათ, იმის მიხედვით საუბრობს. რომ თითქოს რუსული ეკონომიკა რომ ჩამონგრეულია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რა ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება და გაეკეთებინა მით უმეტეს ეკონომიკასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს ამ ტიპის განცხადები. მე მგონი არასერიოზულია ის განცხადება, რომ ბოლო შეხვედრამ ითამაშა გადამწყვეტი როლი, ბოლოს რაც უთხრა ზელენსკიმ გადამწყვეტი როლი. მე მგონი ეს პოზიცია ტრამპის ნელ-ნელა მწიფდებოდა. კიდევ ერთხელ მეორე, მას საერთოდ არ ჰქონდა ეგეთი პოზიცია და უკრაინის მიმართ ბევრად უფრო კრიტიკულად იყო განწყობილი. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს უბრალოდ აკუმულაცია არის სხვადასხვა ინფორმაციის და პირველ რიგში ასე ვთქვათ, მათი მხრიდან იმედგაცრუება ამერიკის მხრიდან ძალიან დიდი იმედგაცრუება რუსეთის მიმართ. ეხლა ჩვენ ვინც რუსეთს კარგად ვიცნობთ, ჩვენთვის ეს არ არის სიურპრიზი, მაგრამ მას ჭირდებოდა გარკვეულწილად ტრამპს, რომ ამაში თვითონ დარწმუნებულიყო და რაღაც დრო ამისთვის დაჭირდა. რაც შეეხება ქაღალდის ვეფხვს და ასე შემდეგ, იცით, საინტერესო რა არის ამ ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთმა
ბოლოდ ამ ზაფხულზე ისინი ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ, ამიტომაც წელავდნენ ისინი მოლაპარაკებებს, რომ დიდი იმედი ჰქონდათ, რომ სამხედრო თვალსაზრისით ისინი გადატეხავდნენ საბოლოოდ უკრაინის თავდაცვას და ისინი ახალ ტერიტორიებს დაიპყრობდნენ, მიუერთებდნენ დანარჩენ დაპყრობილ ტერიტორიებს, კერძოდ მთელი დონბასის დაპყრობას მოახდენდნენ ისინი, ნაწილი დონეცკის ოლქის, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებდნენ და ისინი გახსნიდნენ შემდეგ გზას, იმიტომ ეს ყველაზე გამაგრებული რეგიონია უკრაინის, ხო, გახსნიდნენ გზას ხარკოვზე, დნეპროზე და ასე შემდეგ. და ამ პოზიციიდან, ძლიერი პოზიციიდან დაიწყებდნენ ისინი ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარს. მაგრამ ეს მათ არ გამოუვიდათ, ეს მთელი ზაფხულის კამპანია და ჩვენ ვიცით, რომ ზაფხულში არის ყველაზე ინტენსიური სამხედრო მოქმედებები, იმიტომ სადღაც ოქტომბრის თვიდან უკვე სეზონი უბრალოდ კლიმატური პირობების გამო ვერ მოხერხდება ესეთი აქტიური სამხედრო მოქმედებების წარმოება, როგორც ზაფხულში და ეს პერიოდი მთავრდება, სადღაც ერთ თვეში უკვე ეს ზაფხულის კამპანია მორჩება და რუსეთმა ვერანაირი წარმატება ვერ მოიპოვა. პირიქით ბოლო რამოდენიმე დღეა და მკვირა, უკრაინა კონტრშეტევაზე გადადის და რაღაც ნაწილი დონეცკის ოლქისა მან გაანთავისუფლა. ამიტომ რუსეთი ეხლა ცდილობს ყველანაირად მოახდინოს ყურადღების გადატანა სხვაგან. აი ეს სამხედრო თვითმფრინავების და დრონების მიერ, რუსული დრონების მიერ ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეების დარღვევა და ისევ გააქტიურება ატომური მუქარის და ბირთვული მუქარის ემსახურება იმას, რომ ისინი დარწმუნდნენ, რომ უკრაინას ვერაფერი ვერ დააკლეს საბოლოო ანგარიში და ეხლა უნდათ რომ უკრაინის მოკავშირეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ და პირველ რიგში ევროპელებზე, რომ მათ აჩვენონ, რომ აი ჩვენ მზადა ვართ დიდი ომისთვის. ჩვენ მზადა ვართ უკრაინაში კი არა მარტო, რომ დანარჩენ მაგრამ ამ ყველაფერს უკან არაფერი არ უდგას, ხომ? და ყველამ კარგად იცის ახლა რუსული ეკონომიკაც და რუსეთის წარმატებებიც და ამხელა ფრონტი აქვს უკრაინასთან და სამ დღეში აიღო კი არა ლამის თავის ტერიტორიაზე შეუტრიალდეს მოქმედებებს. ჩემი აზრით ეს დაშინება რუსეთის მხრიდან იმდენად ევროპის ქვეყნების მთავრობების დაშინებას კი არ ახდენს, იმიტომ ამ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებმა უკვე კარგად იციან სიტუაცია, მათ აქვთ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან. ისინი ევროპას რუსეთის თვალში არა, შიდა მოხმარების რუსეთის, მაგრამ აგრეთვე ისინი უმიზნებენ დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებრივ აზრს. იმიტომ რუსეთის ანალიზით სუსტი წერტილი დემოკრატიული ქვეყნების არის ის, რომ ამ ქვეყნებში ტარდება დემოკრატიული არჩევნები. და მოსახლეობის ნაწილზე შეუძლიათ მათ დეზინფორმაციით, ფეიქ ნიუსებით და ასე შემდეგ კონდეთ გავლენა. ისინი პირდაპირ ეხლა მათი აზრით, დღესდღეობით რუსეთის აზრით ყველაზე მოწყვლადი შემადგენელი ამ კოალიციისა უკრაინა კი არ არის, ან ევროკავშირის ან ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობები, არამედ მოსახლეობა, ანუ ჩვეულებრივი ამორჩეველი, რომლის ტერორიზებად ხდება ესეთი მოქმედებებით. აი მაგალითად, სულ რამოდენიმე დღის წინ ბრიუსელიდან მიფრინავდა და ბრიუსელის აეროპორტი, აგრეთვე ბერლინის და კიდევ რამოდენიმე ქალაქის ევროპაში მოხდა კიბერშეტევა და გაუქმდა საერთოდ რეისები. ეხლა ამას ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც იქ დგას და ეგრევე რუსეთზე აქვს ეჭვი, ფიქრობს, რომ აი რამდენი შეუძლიათ რუსეთს, ხო? ახლა თუნდაც თორნიკე გაწყვეტინებთ დრონების შეტევა, როდესაც იყო ნორვეგიაში, იქ მიფრინავდა ესპანეთის თავდაცვის მინისტრი და მისი თვითმფრინავი გააჩერეს და დასვეს იმის გამო, რომ იყო პრობლემები და ეს არის განსაკუთრებული ხედობა რუსეთიდან და პროვოკაციები, უშუალო ფონ დერ ლაიენიც კი მათ შორის. ხო, არა, ესეც არის და ამავე დროს აი ისინი აშკარად აი მამას მოყვება ესეთ აქციებს პირდაპირ ესეთი რუსეთთან შემრიგებლური ტონის მომხრე პარტიების, ულტრამემარჯვენეების და ულტრამემარცხენეების რეაქციები, აი რა გვინდა რუსეთთან, აი ამ უკრაინაში რამდენ რესურსს ხარჯავთ და ჩვენ ხო პირდაპირ არ გვემოქრება რუსეთი, ეხლა ჩვენ გავაღიზიანებთ. ნუ ამას აი ამისთვის ამისკენ არის ეს მიმართული, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ადგილობრივი, ნუ სხვადასხვა ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრი უკვე ესე მარტივად არ ტყუდება, ყველაფრის მიუხედავად აგერ სამნახევარზე მეტი წელია უკრაინაში ომი მიდის, მაგალითად საფრანგეთში ყველა გამოკითხვაში მაინც დიდი ნაწილი და უმრავლესობა კვლავ უკრაინას უჭერს მხარს ამ გამოკითხვებში და ეს ფაქტიურად არ იცვლება ეს ციფრები ბოლო 2-3 წელია. და ამას ანუ არ მოხდა უკრაინის თემით გადაღლა, რაზეც ალბათ რუსეთი დიდ გათვლას აკეთებდა. უფრო მეტად გააცნობიერა ევროპამ
რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი მათი კონფლიქტიც არის და უკრაინის დაცემის შემთხვევაში ძალიან მძიმე შედეგი ექნება აქ ევროპისთვის. ევროპას გაუმართლა კიდეც რაღაც ნაწილობრივ, რომ რუსეთმა უკრაინა ამოარჩია პირველ სამიზნედ, იმიტომ რომ ეგონა რომ მარტივად შეიძლება და უკრაინის დამარცხება, იქ იცოდა რომ უკრაინის შეერაღებულ ძალებში იყო საკმაოდ ბევრი ინფილტრირებული თავიანთი ჯაშუში ყავდათ, რომ უკრაინაში იყო კორუფცია, ვიღაცების მოსყიდვას შეძლებდნენ და ასე შემდეგ და თანაც ეგონათ შეცდომით აღმოჩნდა რომ უკრაინის მოსახლეობის ნაწილი მაინც რუსულენოვანი მოსახლეობის ნაწილი მათ უჭერდა მხარს. და აღმოჩნდა სრულიად პირიქით, მათ გამოიწვიეს ხარკოვის შემთხვევაც იყო ამის ილუსტრაცია, დიახ. დიახ, უკრაინელი ერის სრული კონსოლიდაცია, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ერთმანეთთან ადრე დაპირისპირება ჰქონდათ რაღაც იდენტობის თემაზე, ისინი გაერთიანდნენ და უკრაინელი ერის საბოლოოდ შედგა ამ კონფლიქტის გამო და ამავე დროს ეს ერი აღმოჩნდა საოცრად ბრძოლისუნარიანი და მეოთხე წელია უკვე ისინი წინამორბედობას უწევენ რუსეთს. ბატონ თრონიკე, ერთი განსხვავებული თემა მინდა შემოვიტანო, მაშინ როდესაც მთავარი ეპიცენტრი ახლა ყურადღების და გეოპოლიტიკური ცენტრი იყო გაერო ნიუ-იორკი და იქ აკეთებული განცხადებები, საფრანგეთის დედაქალაქშიც პოლიტიკურ ველზე ახალი გადაწყვეტილებები მიიღო სასამართლომ, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა იმის გამო, რომ მუამარ კადაფის მიერ დაფინანსებული საარჩევნო კამპანია დაედო მას ბრალად. ნახეთ ნიკოლა სარკოზის რეაქცია, მან განაცხადა რომ მე არ ვარ დამნაშავე, რომ თუ კი ვინმეს უნდა რომ ემეძინოს ციხეში, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ის არ თulis რომ რაიმე ტიპის დანაშაული მიუძღვის და მე მინდა ჩვენ მაყურებელს შევთავაზო ის კადრიც ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში. კარლა ბრუნი, მისი მეუღლე, ცნობილი სუპერმოდელი და მსახიობი, როგორ გაღიზიანდა და ერთ-ერთი ჟურნალისტის მიკროფონის ღრუბელი მან ხელში აიღო და ძირს გადააგდო. მოკლედ რა ხდება ახლა და რა ტიპის გადაწყვეტილება ეს რა გავლენას ახდენს ფრანგულ პოლიტიკაზე? იცით, პირველ რიგში აქ მნიშვნელოვანი და მე მგონი ქართული მსმენელისთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამორიცხა სასამართლოს რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ ძალასთან მიკერძოება. ანუ ვერავინ ვერ დადებს ბრალს ან ემანუელ მაკრონს ან მართველ ძალას ან თუნდაც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, რომ ეს ანუ პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მოხდა. პირიქით, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა საკმაოდ უკმაყოფილოა იმ გადაწყვეტილებით და პირველ რიგში ამას გამოეხმაურება მარინ ლეპენი, რომელიც არის სარკოზისთან დაპირისპირებული დიდი ხანია, მაგრამ მარინ ლეპენის რომელსაც თვითონაც სასამართლო პროცესები აქვს და მან პირველი სასამართლო პროცესი წააგო და მას რამოდენიმე წლით აუგზავნეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ის გამოვიდა და თქვა, რომ როგორ შეიძლება მოსამართლეებმა გადაწყვიტონ პოლიტიკური პარტიების ბედი ან პოლიტიკური ლიდერების ბედი. ეგ გამორიცხული აქვს საერთოდ პოლიტიკური პოლიტიზაცია ამ გადაწყვეტილების, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ვიღაცებს ეს გადაწყვეტილება მოწონს, ვიღაცებს ეს არ მოწონთ, მაგრამ არავის არ დაუდანაშაულებია სასამართლო რომელიმე პარტიის და კერძოდ მართველი პარტიის მიმართ მიკერძოებაში. ემანუელ მაკრონს მშვენიერი ურთიერთობა აქვს სარკოზისთან, ის არაერთხელ შეხვედრია მას მისი პრეზიდენტობის არჩევის შემდეგ და მისგან მიუღია კონსულტაციები და სარკოზის პარტია დღეს კოალიციაში იმყოფება, სამთავრობო კოალიციაში მაკრონის პარტიასთან და შინაგან საქმეთა მინისტრი მაგალითად მისი პარტიიდან არის, ასე რომ აი ეს რაღაც სპეკულაციები, რაც შეიძლება გარდამავალი ტიპის თუ არა სრულყოფილი დემოკრატიების ქვეყნებში ამან გამოიწვიეს, რომ აი იქაც იჭერენ პრეზიდენტს რაღაც პოლიტიკურ მიზეზს, სრულიად გამორიცხულია ამ შემთხვევაში. არასწორი სპეკულაციები და პარალელები ნამდვილად და კიდევ ერთი თემა ევროპაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ პირველად ხდება საფრანგეთის ისტორიაში, რომ გინდაც ყოფილი პრეზიდენტებს ქონიათ მათ სასამართლოს მიუჯია მათთვის სხვადასხვა ან ჯარიმები ან პირობითი პატიმრობაც მიუსაჯეს და ბრასლეტს ატარებდა იგივე ნიკოლა სარკოზი, მაგრამ აი ესეთი ციხე პირველად ხდება პატიმრობა და ეს გარკვეულწილად იწვევს პოლიტიკურ შტორმს, ესე ვთქვათ, რომ უკვე ახალ რეალობაში ვართ, არ არის ინდულგენცია ყოფილი პრეზიდენტობა თუნდაც.
და თორნიკე, მითხრა გემშვიდობებით, კიდევ ერთი და მთავარი თემა ევროპა თუ რუსეთი, ხვალ მოლდოვაში გარდამტეხი არჩევნებია. სწორედ ხვალინდელი დღე განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა მოლდოვა ევროპულ გზას მყარად დაადგეს თუ ისევ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდეს. გუშინ კი მოლდოვის საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა პრორუსულ პარტიას მოლდოვის გულს, რომელიც მმართველი პროდასავლური მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტია. ამ პარტიას დეკლარირებული აქვს, რომ რუსეთთან მეგობრობა უნდა და მუდმივი ნეიტრალიტეტი. მოლდოვის გულის ლიდერმა ირინა ვლაჰმა დაგმო ეს შეურაცხყოფელი გადაწყვეტილება, როგორც თავად მიიჩნევს, თუმცა ხუთშაბათს ვლაჰს ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში შესვლა აეკრძალა. ამ ქვეყნებმა მას ბრალი დასდეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაში ჩარევაში. ასე რომ წინ ძალიან დაძაბული 24 საათი გვაქვს და ამავდროულად ბოლო ინფორმაციაც არის ასეთი, რომ მაია სანდუმ გამოავლინა კიდევ სერბეთიდან, როგორ ხდებოდა დაფინანსება და რუსული ფული შესვლა და სერბეთიც ჩარეული იყო ამ პროცესში. ყველამ კარგად ვიცით თუ რა მხელა შავი ფული ტრიალებს ახლა რუსეთის მხრიდან იმისთვის, რომ როგორღაც მაია სანდუმ ვერ მოახერხოს და ევროპული არჩევანი მოლდოვაში დაცული არ იყოს. მოლდოვაში თვითონ მოლდოველების მხრიდან არის აქ საკითხი ისე დგას, რომ ეს არის ბოლო ბრძოლა მოლდოვის ევროკავშირში გაერთიანებისათვის. იმიტომ რომ მოლდოვას აქვს იმედი, რომ 2030 წლისთვის, ანუ სულ ცოტა დრო არის დარჩენილი, 4-5 წელია დარჩენილი, რომ თუ კი ისინი ყველა იმ რეკომენდაციას და ყველა იმ სამუშაოს, რაც არის გასაწევი შეასრულებენ, თუ კანდიდატი ქვეყანაა და მათ მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს ევროკავშირთან, ფაქტობრივად ისინი მოახერხებენ ევროკავშირში გაერთიანებას. თქვენ ხვდებით, რომ ამხელა ნაბიჯზე არის საუბარი და ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი, იმიტომ თუ კი და მეც იმედი მაქვს, რომ პროევროპული ძალები არჩევნებში გაიმარჯვებენ, საკმაოდ რეალისტური სცენარია, რომ მოლდოვა გახდეს ევროკავშირის წევრი და ბევრ ვთქვათ იგივე ბალკანეთის ქვეყნების ნაწილზე უფრო ადრე მოხდეს ეს, იმიტომ მოლდოვა პატარა ქვეყანა, ისედაც საკმაოდ ინტეგრირებულია უკვე მის მეზობელ და უახლოეს მოკავშირე რუმინეთთან და არ იქნება რთული შედარებით ამ ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება. თუმცა ეხლა ეს გადამწყვეტი ბრძოლა არის აქ. იგივე ტაქტიკებია რუსეთის მხრიდან, როგორც სხვა ქვეყნებში. ჩვენ მოლდოვის წინა არჩევნები გვახსოვს საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც იგივე დესტაბილიზაცია შემოქონდა რუსეთს, შავი ფული, აგრეთვე რაღაც გაწვრთნილი ეგრეთ წოდებული ბოევიკების, ზოგი მოდიოდა სერბეთიდან, ზოგი ბოსნიის რესპუბლიკა სერბსკიდან და ასე შემდეგ. და რუსული თვითმფრინავებით ჩამოყავდათ თვითონ ემიგრანტები, ამის ცნობაც იყო. ერთი მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ ევროპელებმა გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ რა არის არჩევნები ამ სოფლიოს ამ რეგიონში, ამ ნაწილში. აქ არჩევნებში უხეშად ერევა უცხოძალა და აქ ყველანაირი ტექნოლოგიები არის გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად. ამიტომ ისინი ბევრად უფრო მომზადებულები არიან, მოლდოველებიც და მათ შორის ევროპელებიც. ამ ყველაფერს აკვირდებიან, არის სრული მობილიზება, მინდა გითხრათ, ევროპელების მხრიდანაც და მოლდოველების მხრიდანაც, რომ ამ არჩევნებმა ჩაიაროს ნორმალურად და ადამიანების უფლება, რომ მათ ხმა მისცენ, იყოს სრულად დაცული ბოლომდე. ამან სამწუხაროდ წარსულში იქნა დასვებული ბევრი შეცდომები და ეს ყველაფერი გაითვალისწინეს დღეს ევროპელებმა. სხვათა შორის რამოდენიმე დღის წინ ვიყავი სომხეთში, სადაც იგივე ნაირად არის ხელისუფლებაში მყოფი პარტია ემზადება მომავალ არჩევნებში, რომელიც რაღაც რამოდენიმე თვეში გაიმართება 2026 წელს სომხეთში და ისინი целიან დესტაბილიზაციას რუსეთის მხრიდან, თუმცა მათ გაკვეთილები ზოგიერთი სხვა ქვეყნის მაგალითზე კარგად გაიარეს. მაგალითზეც კარგად ისწავლეს და მაია სანდუს უპირატესობა წინა არჩევნებში გასულ წელს იყო ის, რომ მან ემიგრაციის ხარჯზე მოიგო და წელსაც როგორც ვნახეთ სტატისტიკა, შარშან თუ კი საზღვარგარეთ იყო 231 უბანი, წელს არის თითქმის 300 უბანი გახსნილი. საქართველოს არჩევნებს თუ შევადარებდით გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე სულ 60 უბანი იყო საზღვარგარეთ და მარტო იტალიაში ქონდა შარშან მოლდოვა 60 უბანი გახსნილი. 231 იყო შარშან, წელს თითქმის 300.
ხმის მიმცემების რაოდენობაც საკმაოდ სამბეჭდავია 328,000-მა მოლდოველმა მისცა ხმა მოლდოვის ფარგლით გარეთ ცხოვრებმა მოლდოველმა 328,000-მა. ანუ და თუ სწორად მახსოვს 2024 წლის საქართველოს არჩევნებში 34,000, ანუ 10 ჯერ უფრო ნაკლები საქართველოს მოქალაქეთა საზოგადოების ცხოვრებმა მოახერხა ხმის მისცემა და ეს რა თქმა უნდა ეს ადამიანები ეს 328,000 20% იყო დაახლოებით თუ არ ვცდები საერთო ამომრჩევლის და ისინი მოლდოვის ნაწილი არის ეს ადამიანები არჩენენ მოლდოვის მოსახლეობის დიდ ნაწილს და მათ სრულად აქვთ უფლება თავის ქვეყნის მომავალში მიიღონ გადაწყვეტაში მიიღონ მონაწილეობა. დიდი მადლობა თორნიკე, ძალიან დიდი მადლობა და ჩვენს ყველანი რა თქმა უნდა განსაკუთრებით ველით რა მოხდება მოლდოვაში და უსურვებ წარმატებებს მაია სანდუს და მის პროდასალურ გუნდს. დიდი მადლობა თორნიკე გორდაძეს, რომელიც გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ახლა ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ და მანამდე ვიდრე შევისვენებთ და გიანონსებთ ვინ იქნებიან ჩვენი სტუმრები. ნატო-რუსეთის თემა გვექნება აუცილებლად და ბალტიისპირეთიდან ლატვიიდან ჩაგვერთვება ჩემი კოლეგა თენგო გოგუტიშვილი. სტუდიაში სტუმრად გვეყოლება გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის მკვლევარი. გადაცემის ბოლო ნაწილს კი აუცილებლად უნდა დაუთმოთ სოხუმს და აფხაზეთს მაშინდელი გეოპოლიტიკის მიერ საქართველოსთვის მიყენებულ ყველაზე დიდ ტკივილს, როგორ დავკარგეთ და როგორ მოხდა სოხუმის დაპყრობა და ოკუპაცია. ამის შესახებ ეთერ ჭკადუა ისაუბრებს ჩვენთან ერთად, რომელიც აფხაზეთიდანაა, როგორ აისახა ეს ყველაფერი მის შემოქმედებაზე, რა ტკივილია ეს და როგორ პოვებს ასევე ასახვას ეს ყველაფერი მსოფლიო მოდაზე დემნა გვასალიას ჩვენების ფრაგმენტებსაც გაჩვენებთ. ჩვენ კლუბიდან ეთერში ვართ და ვსაუბრობთ ნატო-რუსეთის გამწვავებულ ურთიერთობაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში გაკეთებულ ახალ განცხადებაზე დონალდ ტრამპის მხრიდან, რომელიც გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს პლანეტისთვისაც, გეოპოლიტიკისთვისაც და რა თქმა უნდა უკრაინისთვისაც და მოდით კიდევ ერთხელ ერთად გადავალოთ თვალი ნატო-რუსეთის საზღვარს, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. რა პერიმეტრის გაკონტროლება ჭირდება ახლა დასავლეთს, სად არის ყველაზე სუსტი წერტილები, ამ საზღვრებზე მავთულხლართები არ არის, მაგრამ მათ მიღმა იწყება სრულიად განსხვავებული სამყარო, ერთ მხარეს თავისუფლებაა, მეორე მხარეს ავტორიტარიზმის ზონა. ღირებულებებისა და ძალაუფლების დაპირისპირება. სწორედ ამიტომ ეს საზღვრები მხოლოდ გეოგრაფია კი აღარ არის ჩვენი დროის ყველაზე საშიში დაძაბულობის ეპიცენტრი. ნატოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარი გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან ბალტიისპირეთის გავლით სამხრეთამდე და ბოლო წლებში ის მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაზე გრძელი საზღვარი ახლა რუსეთს ფინეთთან აქვს 1340 კილომეტრი. სწორედ ფინეთის მოგვიანებით შვედეთის ნატოში გაწევრიანება მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონული წონასწორობა. პირველი საზღვარი რუსეთსა და ნატოს შორის 2004 წელს გაჩნდა. მას შემდეგ რაც ნატოში ბალტიისპირეთის ქვეყნები მიიღეს. ეს ქვეყნები პატარაა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ აქ ნატომ განათავსა მრავალეროვნული ბატალიონები. აშშ, კანადა, გერმანიასა და სხვა მოკავშირეების მონაწილეობით. ნატო-რუსეთის საზღვარზე ყველაზე სუსტი წერტილია სუვალკის დერეფარი. ლიტვასა და პოლონეთს შორის გადაჭიმული ვიწრო მიწის ზოლი. ამ მონაკვეთს ნატოს აქილევსის ქულსაც უწოდებენ. თუ რუსეთი ოდესმე შეეცდება ლიტვისა და ლატვიის იზოლაციას ნატოსგან, ეს სწორად ამ დერეფნის გადაკეტვით შეძლებს. ნატო-რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია კალინინგრადი, ბირთვული შავი ყუთი, ასე უწოდებენ მას ევროპაში. ნატოსა და რუსეთის სხვა სახმელეთო საზღვრის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გადის ჩრდილოეთში. სწორედ იქ, სადაც არქტიკა ახლა გეოპოლიტიკურ მოედნად იქცა. ნორვეგიის და რუსეთის საზღვარი სულ რაღაც 196 კილომეტრი, თუმცა სტრატეგიული თვალსაზრისით უდიდესი წონის მატარებელია. და რადგან ბალტიისპირეთი აღმოჩნდა რუსეთის მთავარი სამიზნე, ახლა ლატვიიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება თენგო გოგუტიშვილი. სამხედრო ჟურნალისტი და რეპორტიორი, სწორედ მასთან უნდა გავაგრძელოთ საუბარი. თენგო, ძალიან მიხარია, მოგესალმები, რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მაგრამ ასე შორიდან რო გვერთვები, ეს არ მომწონს. გილოცავ ძალიან მიხარია, დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივი გადაცემა იქნება ყველა, რომელსაც გააკეთა. დიდი მადლობა თენგო, შენგან ეს შეფასება რა თქმა უნდა ჩემთვის ღირებულია. მოდი დავიწყოთ იმით, რა ვითარება ახლა იქ სადაც შენ ხარ, ლატვიაში, როგორც ისე მუდმივი პატრულირება მიმდინარეობს ახლა და რა შეფასებები კეთდება ადგილზე თვითონ. რამდენ სახიფათო შეიძლება იყოს ეს თამაშები, რომელიც რუსეთმა წამოიწყო. ლატვიაში ახლა მიდის
ერთთვიანი უფრო ხანგრძლივი თვე და ერთი კვირა პრაქტიკულად სწავლებები, მრავალეროვნული სწავლებები, რომელშიც ძირითადად ძალა ბუნებრივად თვითონ ლატვიური სამხედრო ძალები არიან, დაახლოებით 12-13,000 სამხედროა ჩართული, მაგრამ ამასთან ერთად ჩართულები არიან ნატოელი მოკავშირეები. ნატოელი მოკავშირეები ლატვიაში მაყურებლისთვის რომ ავხსნათ, მუდმივად იმყოფებიან, მუდმივ საფუძველზე იმყოფებიან, როგორც სხვა ბალტიურ ქვეყნებში, ჯერ კიდევ 2016 წელს გადაწყვიტა ნატომ, როდესაც სამბალტიურ ქვეყანასა და პოლონეთში განალაგა ეგრეთ წოდებული მოწინავე განთავსების ჯარები. ლატვიაში ეს არის ადაჟის სამხედრო ბაზაზე ხდება ეს ამბავი და აქ წამყვანი არის კანადა როგორც სახელმწიფო. ეს ნიშნავს იმას, რომ კანადას დღეს აკტავს 2500-2800 სამხედრო მოსამსახური. კანადასთან ერთად არიან სხვებიც. კიდევ ერთხელ ამბობ, ეს გადაწყვეტილება ნატომ მიიღო 2016 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ და გადაწყვეტილების ერთადერთი გამართლება მთავარი საფუძველი იყო ის, რომ რუსეთისთვის მიეცათ აბსოლუტურად გასაგები და მკაფიო სიგნალი, რომ თავდასხმა ლატვიაზე, ესტონეთზე, პოლონეთზე, ლიეტუვაზე შეფასდებოდა პრაქტიკულად იქნებოდა თავდასხმა ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც ამ ქვეყნებში არის, რომელთა კონტინგენტებიც არის ამ ქვეყანაში განთავსებული. ლატვიაში დღეს არის 9 თუ 10 ქვეყანა ამ ქვეყნების სამხედრო კონტინგენტი განთავსებული სხვადასხვა რაოდენობით, მაგრამ არა ლატვიელი სამხედრო დღეს აქ არის ბრიგადის ანუ ესტონეთი ამიტომ შეირჩა და თქვათ ლატვია ნატოს გაღიზიანებას მოერიდა რუსეთი. მე ნამდვილად მიჭირს ახლა რუსის სამხედროების ტვინს ჩახედვა, ხანდახან ეს ტვინი საერთოდ უბრალოდ ფიზიკურად არ არის, მაგრამ ზოგადად რუსებს ძალიან უყვართ და ელემენტარული ამბავია, შენი მოწინააღმდეგის სისუსტეები უნდა გამოიცნო, სანამ ომს დაიწყე. გაგახსენებთ რომ ამბავს, რომელიც სამწუხაროდ რატოღაც არავის არ გახსენებია ამ დღეების განმავლობაში, 2008 წლის 9 ივლისს საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოიჭრა 4 რუსული გამანადგურებელი, როცა კონდოლიზა რაისი იყო საქართველოში, გახსოვთ ნათი ეს ამბავი. 9 ივლისი იყო 2008 წლის. ერთი თვეც არ გასულა და მერე რუსებმა დაიწყეს უკვე აქტიური სამხედრო მოქმედება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რუსებმა აღიარეს რომ ჩვენ თვითმფრინავები იყო. იქამდეც დაურღვევია ძალიან ბევრჯერ გახსოვთ ეს პანკისის კრიზისი და ძალიან ბევრჯერ დაურღვევიათ რუსებს საქართველოს საჰაერო სივრცე, მაგრამ პირველი შემთხვევა იყო, როცა აღიარეს ღია თქვეს, რომ დიახ, ჩვენ თვითმფრინავები იყო. და ეს ახსნეს იმით, რომ ჩვენ ვეცადეთ, რომ გაგვეგრილებინათ ხელითავებით საქართველოში. ეხლა რამდენად გააგრილეს, რამდენად არ გააგრილეს და რას მიაღწიეს ამ 9 ივლისს ერთი ამბავია, მაგრამ ფაქტია, რომ კონდოლიზა რაის მოუწყეს ეს ამბავი. შეერთებული შტატების სახელმწიფო დივანი საქართველოს იმას გადაუქმნეს თავზე. ამიტომ დღეს რომ 2025 წელს რომ ესტონეთს ან რომელიღაც სხვა ნატოს ქვეყანას იწვევდნენ ეს საჩხუბრად, მოდი აბა ერთი რა ბიჭი ხარო. საერთოდ არ არის გასაკვირი. პუტინს როგორც ილვესი ამბობდა, პატარა ესტონეთს რო უბედავენ, არ მიკვირსო, პოლონეთს გაუბედეს ასეთ სამხედრო სიძლიერის მქონე ქვეყანას. კონკრეტულად ლატვიას რაც შეეხება, დღეს ლატვიაში კიდევ ერთხელ ამბობ, სწავლებები ტარდება მრავალეროვნული და საკმაოდ მსხვილმასშტაბიანი სწავლებები და აი გზაზე რო გადიხართ, მაგალითად რიგის გარშემო ეს ადაჟის სამხედრო ბაზა დაახლოებით 30 კილომეტრია რიგიდან, რიგის გვერდზე გზაზე რო დადიხართ, აუცილებლად ვარიანტი არ არის, რომ ერთი დღე იარო და არ შეხვდეთ რამე ჯავშა ტექნიკა. მე მახსოვს პირველი წლები, როდესაც იწყებოდა ეს სწორედ ნატოს ეს მრავალეროვნული განთავსება ნატოში და უკაცრავად ლატვიაში, მახსოვს პირველ წლებში სამხედრო კოლონა რო გამოდიოდა ბაზიდან, მას აუცილებლად თავსა და ბოლოში აუცილებლად მოყვებოდა სამხედრო პოლიცია, აცილებდა ამ კოლონას. დღეს სამხედრო პოლიცია აღარ ყოფილა რეალურად, მანქანები აღარ ყოფილა და ვარიანტი არ არის, რომ გახვიდე ჯავშან მანქანა არ შეხვდე ყოველგვარი სამხედრო პოლიციის გარეშე. ეს ჯავშან მანქანები დადიან როგორც აი ნორჩესტები რო დადიან კახეთში მოკლედ რა, ეს დადიან აქ ჯავშან მანქანები. ანუ არის დაწყობნა და მოლოდი. დიახ. ნატომ ზად არ არის ეს დაივიწყოს ყველა ანალიტიკოსმა, კომენტატორმა, ჟურნალისტმა, რა ვიცი, ექსპერტმა, ყველამ დაივიწყოს. ნატო ემზადება, ნატო მიცის რა საფრთხე ემუქრება. თენგო, ერთ თემაზე მინდა შენი კომენტარი მოვისმინო, ახლა დისკუსია მიმდინარეობდა, მათ შორის დასავლურ მედიაში, რეაქცია რა უნდა იყოს და აფრინდნენ, როდესაც დრონების შეტევა იყო პასუხი გამანადგურებლებით და ეს ძალიან ძვირი უჯდება ნატოს. რა გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ალიანსს, რომ აი თანამედროვე სტანდარტი და ახალი მიდგომა ეს დრონების ომში, რომ ისიც იყოს მზად, იმიტომ რომ ახლა ამ ეტაპზე დრონებით ომისთვის მზად აღმოჩნდა უკრაინა,
რუსეთიც გადაეწყვენ მათი სამხედრო მრეწველობა ამ კუთხით. აი, უკრაინის მაგალითების გაზიარება და გამოცდილების გაზიარება რამდენად მოუწევს ახლა ნატოს? უკრაინის არა მარტო გამოცდილების გაზიარება მოუწევთ, არამედ უკრაინასაც თანამშრომლობა მოუწევთ. რაც პოლონეთმა უკვე გააკეთა და უკვე ხელი მოაწერა პოლონეთის თავდაცვის მინისტრომ უკრაინის თავდაცვის მინისტროსთან. ეს თანამშრომლობა რეალურად აეწყობა და დაეფუძნება აუცილებლად, იმიტომ რომ ყველაზე პრაგმატული გამოსავალი ეს არის, აუცილებლად დაეფუძნება უკრაინის გამოცდილებას. მე გაგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკვე ორი კვირის წინ როდესაც რუსული დრონები შეიჭრნენ პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინამ წინასწარ გააფრთხილა პოლონელები. უკრაინას აქვს ძალიან გამოცდილი ოპერატორები, ძალიან გამოცდილი კადრები და ტექნიკური საშუალება იმისთვის, რომ თვალი მიადევნოს რუსული დრონების და ფრთოსანი რაკეტების მარშრუტებს და გამოიცნოს საითმიდიან ეს რაკეტები და ეს დრონები, იმიტომ რომ ამას აკეთებს უკვე 3 წელიწად ნახევარია ყოველდღიურად. ყოველდღე ამას აკეთებს. უკრაინელებმა წინასწარ გააფრთხილეს პოლონელები და პოლონელები მზად იყვნენ ამ დრონების მისაღებად. თვითმფრინავები როგორც ჩანს აერში იყვნენ. ყოველ შემთხვევაში შედეგით რომელიც დადგა, ჩვენ შეგვიძლია დავახსნათ, რომ პოლონელები სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ ამ დრონებს. ახლა ამბობენ ზოგიერთი ვერ აღმოაჩინეს, ზოგიერთი აღმოაჩინეს, ტექნიკურად რეალურად რთულია ამის გაკეთება. კი, გასაგებია ცუდად რომ რუსული დრონი შეფრინა ნატოს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეში. ფინავენ და რადარები ზოგჯერ ვერ ხედავენ, ამაზეც მიდის დიახ. წარმოვიდგინეთ ტყის თავზე, რამდენიმე მეტრის თავზე ხეებზე მიფრინავს რაღაც ობიექტი, რომელიც ლითონისაც არ არის ფიბერგლას ეგრეთ წოდებული, აი მუყაოსგან არის გაკეთებული, მაგალითად ხისგან არის გაკეთებული არ ვიცი, აი რაღაც ისეთი მასალისგან, რომლის რადარი რეალურად შექმნილი არ არის. რადარი არის შექმნილი იმ საფრენი აპარატების ამოსაცნობად და დასაფიქსირებლად და გადასაჭერად, რომელიც არის გაკეთებული ლითონისგან, რომელიც სწრაფად მიფრინავს, რომელსაც აქვს კონკრეტული ტრაექტორია. დრონები აქამდე საფრთხე არ ყოფილა. დრონების საფრთხე და რეალურად სამხედრო ვთქვათ, საქმეში დრონები შემოვიდა სულ 2 წლის წინ. ამ რადარები, ამიტომ რომელიც აქვს პოლონეთს, რომელიც აქვს ნებისმიერ სხვა ნატოს ქვეყანას, ეს რადარები ამისთვის, აი ამ საქმისთვის კონკრეტულად შექმნილი არ არის. კი, მათ შეიძლება დაინახო რაღაც დრონები, მაგრამ ყველაფერს ვერ დაინახავთ. კი ბატონო, სამხრეთ აზერბაიჯანის ომში იყო პირველად გამოყენებული. დიახ. პოლონელებმა თქვენს ძალიან საინტერესო რამ, მაშინ რომ ჩვენ გავანადგურეთ ის დრონები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი აკონტროლებდნენ ამ დრონების ტრაექტორიას და ამ დრონების ფრენას და ჩამოაგდეს ის დრონები, რომლებიც მათი გათვლით რაღაცას ემუქრებოდა, სადღაც კონკრეტულ სამხედრო ობიექტზე მიფრინავდა, სამოქალაქო ობიექტზე, სტრატეგიულ სამოქალაქო ობიექტზე მიფრინავდა. დღეს მაგალითად ამ ღამეს რუსული დრონები შეიჭრა შვედეთის საჰაერო სივრცეში. და შვედეთის სამხედრო ბაზასთან 10 კილომეტრის დისტანციაზე მივიდნენ. შვედები საკონტროლებდნენ ამ ფრენას, მაგრამ არ ჩამოუყრიათ. საინტერესო როგორი იქნება რეაქცია, დიახ. ეს ღამე მაგალითად ისე გადავხედენ აი ის დრონები, რომლებიც შვედეთში გაუშვეს, შვედეთის დასაზვერად, რომ განათებები ქონდა ჩართული, ამ მწვანე და წითელი განათება, რაც თვითმფრინავებზე გვინახავს, ხო ყველას. აი ეს ასეთი განათება ქონდა გამდობილი. საქმელი რომ ყოფილიყო. ანუ დემონსტრაციული რეიდი იყო. რუსებმა აჩვენეს, რუსებმა უთხრეს, რომ ჩვენ აქ ავართ, ჩვენ გზვერავთ. და შვედებმა დაინახეს, შვედებმა თქვეს კი ვხედავთ რომ გზვერავ და შვედები იქით აკვირდებოდნენ ამ დრონებს. უბრალოდ სავარაუდოდ ეხლა მე უბრალოდ ვარაუდი შემილია გამოთქვა, რომ ისინი აკვირდებოდნენ რა ტექნიკური საშუალებებით არის დრონები აღჭურვილი, იმიტომ რომ ზოგი შეიძლება იყოს საბრძოლო დრონი, ზოგი შეიძლება იყოს დასაზვერი დრონი, განსხვავებული კამერა შეიძლება კონდეს, რაღაც რადარები შეიძლება კონდეს. მოკლედ, შვედები თვითონ აკვირდებოდნენ ახლა ამ რუსებს, იმიტომ რომ ყველა საინტერესებს რუსები რის მაქნისები არიან და სადამდე მივლენ, მაგრამ კითხვას თუ დაუბრუნდებით, რა თქმა უნდა, ნატოს მოუწევს ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და ერთიანი პასუხის გაცემა. დღეს თქვა პოლონელებმა თქვა, რომ ჩვენ ნატოს არ დაველოდებით, ნატოს ჩამოვაგდეთ სარდლობის ჯაჭვს. სანამ ბოლომდე კაი სულზემოდან არ მოგვივა თანხმობა, ამას არ დაველოდებ, ჩვენ თვითონ ჩამოვყრით რუსულ საფრენ აპარატებს. ეს თქვეს პოლონელებმა, სხვა შვედები იტყვიან, კიდე ფინელები იტყვიან, მაგრამ ერთიანად ნატოს აუცილებლად მოუწევს ამ პასუხის გაცემა, ერთიანად ნატოს მთლიანად მოუწევს ამ პოლიტიკის შემუშავება. არ არსებობს ვარიანტი, რომ რუსეთმა პასუხი არ მიიღოს და ეს პასუხი მას მოეწონოს. რუსეთ დღეს უბრალოდ ცდიან
ნატო შესაძლებლობებს ცდიან მოთმინებას და რა თქმა უნდა ორი ამოცანა აქვს. ახლა მთავარი ამოცანა რისთვისაც უშვებენ ამ დრონებს არის ორი. პირველი არის სუფთა სამხედრო და დაზვერვის რეკოგნოსცირების როგორც უნდა დაარქვით, უბრალოდ დრონი მიფრინავს და აღმოაჩენს რადარს მაგალითად, იმიტომ რომ თუ სწორი აპარატურით არის დრონი აღჭურვილი, ეს დრონი აფიქსირებს იმ რადარს, რომელმაც ის დააფიქსირა. დრონი აფიქსირებს რადარს, სად არის რადარი, დრონი აფიქსირებს დროს რამდენ ხანში დააფიქსირა რადარმა, რამდენ ხანში აფრინდა თვითფრინავი რა, დრო დასჭირდა კონკრეტულ თვითფრინავს რომელიღაც აეროდრომიდან ასაფრენად, ანუ რამდენი ხანია იქ მომზადების დონე. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სამხედრო ინფორმაცია, სამხედრო ამოცანაა, მაგრამ მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა პუტინისთვის და მე არ ვიცი მართალი გითხრათ რომელია უფრო მნიშვნელოვანი სამხედრო თუ არასამხედრო. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია არის სწორედ ეს პროპაგანდისტული გზავნილი. აი ეს თუნდაც ახლა ჩვენ რო ვლაპარაკობ, ჩვენ ორნი რო ვლაპარაკობ და ამდენი ადამიანი გვისმენს. საუბარი იმაზე რომ რუსეთი ძალიან მაგარია, რუსეთს ვერავინ ვერ მოერევა, რუსეთს ჩვენ ბაბაია უნდა დაუძახოთ, რომ ნატო არაფრის გამკეთებელი არ არის, ნატო ვერ იცავს თავის ტერიტორიას და შენ როგორ დაგიცავს და წყალს გამოგიგზავნის და პამპერსებს გამოგიგზავნის. აი ეს საუბარი ეს არის პუტინის ერთ-ერთი ამოცანა, რისთვისაც აკეთებს ამას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს მოუწევს ამაზე პასუხისგებლობა და უახლოეს მომავალში. დიდი მადლობა თენგო, ძალიან საინტერესო იყო შენი ანალიზი, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ხარ ზუსტად იქ, სადაც ეს ყველაფერი ხდება და გარდა იმისა, რომ ფლობ ინფორმაციას შენი თვალითაც უყურებ იმას, როგორ ვითარდება ახლა ნატო-რუსეთის ეს რაღაცნაირი პროვოკაციული, აი კუნთების დემონსტრირების შოუ მთელი კვირის განმავლობაში. დიდი მადლობა თენგო გოგოტიშვილს განსაკუთრებულად რა თქმა უნდა და მაყურებელი არაფრად მიხვდება რომ ჩვენ განსაკუთრებული სენტიმენტები გვაქვს ერთმანეთის მიმართ და სულ მალე იმედია რომ ქართულ ტელეარხებზეც გნახავთ. მადლობა თენგო გოგოტიშვილს და ახლა ეს იყო თენგო გოგოტიშვილი და ვიდრე გავაგრძელებდეთ საუბარს ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმართან გიორგი ბადრიძესთან მე მინდა შეგახსენოთ ერთ-ერთი ძველი განცხადება ვლადიმერ პუტინის და პუტინის ძრახები და გეგმები რატომ აირჩია მან პოლონეთი ამჯერად კარგად ჩანს ტერორისტის სახელმწიფოს და ტერორისტი ლიდერის ძველ განცხადებაში სწორედ საბჭოთა კავშირის წყალობით როგორ აჩუქაო პოლონეთს ტერიტორიები სტალინმა ამაზე ლაპარაკობდა ის მოვისმინოთ ეს განცხადება და შემდეგ უკვე ბატონ გიორგისთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს Именно благодаря Советскому Союзу. სწორედ საბჭოთა კავშირის წყალობით, სტალინის პოზიციის წყალობით, პოლონეთმა დასავლეთით მნიშვნელოვანი მიწები მიიღო. გერმანიის მიწები. ეს სწორედ ასეა, დღევანდელი პოლონეთის დასავლეთ ტერიტორიები არის სტალინის საჩუქარი პოლონელებისთვის. ჩვენს მეგობრებს ვარშავაში ეს დაავიწყდათ, შევახსენებთ. და ჩვენი სტუმარია გიორგი ბადრიძე, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფება. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, რომ ხართ ჩემი პირველი ეთერის სტუმარი. მადლობა მოწვევისთვის და წარმატება თქვენს ახალ გადაცემას. დიდი მადლობა. ეს სიტყვები გაახსენდა ყველას, როდესაც პოლონეთში გამოჩნდა რუსული დრონები. ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში თქვა თორცდები ვლადიმერ პუტინმა და თითქოს მიწები აჩუქეს პოლონეთს. მოკლედ პოლონეთს პირდაპირ საზღვარი ასე არ აქვს რუსეთთან, მაგრამ დემონსტრაციულად რომ იყო ეს გაკეთებული, ფაქტია. პოლონეთი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სამხედრო ძლიერება, არ აქვს მართალია ატომური იარაღი, მაგრამ თავისი სამხედრო პოტენციალით ერთ-ერთი პირველია ნატოში, ევროპის ტერიტორიაზე. რატომ გადაწყვიტა სწორედ პოლონეთში ამის გაკეთება? პოლონეთი ალბათ აღიქმება პუტინის მიერ როგორც ნატოს წევრი ყველაზე უფრო ქმედითი სახელმწიფო, რომელსაც როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ნაკლებად გამოუხატავს მზადყოფნა შეეგუოს პუტინის შეშლილ ახალ პოლიტიკას და შეშლილს უწოდებ იმის გამო, რაც მათ შორის პოლონეთზე აქვს ნათქვამი, ანუ არ ვიცი, თვითონ დარწმუნებული ვარ საქმის კურსშია და არ ვიცი თუ ვინმე ეგულება, ვინც არ იცის, რომ როდესაც პოლონეთს გერმანული რაიხის ტერიტორიას აძლევდნენ დასავლეთით და დიდი ნაწილი ამ ტერიტორიის პოლონეთის ისტორიული მიწა-წყალი იყო,
ეს იმავე პერიოდში მოხდა, როდესაც პოლონეთს აღმოსავლეთით ჩამოაჭრა სტალინმა მნიშვნელოვანი ტერიტორია. თანაც ეს გაკეთდა არა პოლონეთზე ზრუნვისათვის, არამედ სტალინმა დასავლეთისკენ გადაწია მის მიერ კონტროლირებადი სივრცის საზღვარი. ის სრულიად არ გეგმავდა პოლონეთის არანაირი დამოუკიდებლობის მინიჭებას. ეს იყო სხვათა შორის მერე ცივილის მიზეზი, როდესაც აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირის მიერ ჭყალებში ვითომ განთავისუფლებული ქვეყნები აღმოჩნდნენ რეალურად ახალი დამპყრობლის კონტროლის ქვეშ, ცენტრალურ ევროპას გულისხმობ. ასე რომ ის რაც პოლონეთს მისცა სტალინმა პუტინის მიერ დასაყვედრებელი არ არის. და პოლონეთი არის მართლაც და ალბათ ყველაზე უფრო მეტად გამაღიზიანებელი პუტინისთვის ბევრი მიზეზის გამო საბჭოთა იმპერიის მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ცენტრალური ევროპის გამოსვლა მორჩილებიდან პოლონეთმა დაიწყო აი ეს 91 წელს, როდესაც იქ სოლიდარობამ პოლონეთის მუშათა მოძრაობამ სხვათა შორის გამოავლინა პირველად დაუმორჩილებლობა და ამას მოყვა შემდეგ უკვე მარცხი ცივ ომში ჩამოშლა ეგრეთ წოდებული ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ერთობისა და მერე ბოლოს თავად საბჭოთა კავშირის. ასე რომ პოლონეთის მიმართ ამას ეს ყველაფერი ემატება ისტორიულ მეხსიერებას მე-17 საუკუნიდან. ძველი ანგარიშები. დიახ, ასე რომ ევროპაში ცოტა მოიძებნება ესეთი ქვეყანა, რომლის მიმართ რუსებს უფრო ცუდი კატინი რო აღარ ვახსენოთ. მეხსიერება. კატინი ერთ-ერთი გამოხატულება იყო ამ სიძულვილის და დიახ, საბოლოო ჯამში ალბათ პოლონეთი მაინც მოიაზრება სრულიად სამართლიანად დასავლეთის რუსეთის მიმართ წინააღმდეგობის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად. და მოდით მინდა გთხოვოთ თქვენც ტრამპის განცხადების შეფასებაც და სიკორსკის ტონი ალბათ მოულოდნელი არ ყოფილა. პოლონეთზე იმდენი ვისაუბრეთ, რომ რა კარგად იცნობენ პოლონელები რუსეთის აი სასტიკ და მუხანათურ ხასიათს, ამაზე აღარ განვავრცობ ახლა საუბარს და ამიტომ სიკორსკის ძველი განცხადებაც მინდოდა ამომეღო, მაგრამ უბრალოდ საეთერო დროამდეც ვეღარ იტევს. როდესაც დაიწყო უკრაინის ომი, გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომა, ისევ იგივე დარბაზი და სიკორსკი კიდევ სიკორსკი ეუბნება რუსეთის წარმომადგენელს, რომ ისინი არღვევენ ყველანაირ საერთაშორისო წესრიგს და ის წინასწარმეტყველებდა რა შეიძლება და მომხდარიყო, მაგრამ სიკორსკიმ თქვა ჩამოვაგდებთ. ტრამპმა თქვა ჩამოვაგდებთ, მაგრამ გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა CNN-ზე ქრისტიან ამანპურთან საუბრისას ცოტა შეარბილა ეს დამოკიდებულება და თქვა, რომ თუ კი გამოჩნდებიან რუსული თვითმფრინავები, ჩვენ ვეცდებით გავაცილოთ ჩვენი თვითმფრინავების საშუალებით და შეიძლება პირდაპირ არ ჩამოვაგდოთ. აი ამ განცხადებას ახლა როგორ გაიგებს პუტინი ამ შერბილებას? მე ის შემიძლია გითხრათ, რომ სიკორსკი არის სიმბოლო იმისა, რისიც რუსეთს მართლა ეშინია ევროპის სახით. ეს არის ნამდვილი აი ყველაზე უფრო კარგი გაგებით ევროპელი პოლიტიკოსი, თავისი ქვეყნის პატრიოტი და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პუტინი ძალიან დიდხანს თვლიდა რომ დასავლეთი მას არ გაუწევდა რაიმე ხელშესახებ წინააღმდეგობას უკრაინის მიმართ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში და ეს კიდევაც ნახა საქართველოს 2008 წლის ავანტიურის შემდეგ, იყო რომ დასავლეთ ევროპელი პოლიტიკოსები სიკორსკის არ წყალობდნენ და მისნაირ ადამიანს არ წყალობდნენ. მაგალითად, კეთრინ ეშტონს, როდესაც დაუმთავრდა ვადა როგორც ევროკავშირის საგარეო სამსახურის უფროს, სიკორსკის კანდიდატურა იყო ერთ-ერთი წამყვანი და სულად ღიად ითქვა, რის გამო დაუპირისპირდა მას რამდენიმე წამყვანი ქვეყანა ევროკავშირში. სულად იმის გამო, რომ სიტყვასიტყვით ვიმეორებ ერთ-ერთს ესეთ თქვა, რომ სიკორსკი პოლონელი პოლიტიკოსი ზედმეტად ახლოს გულთან ახლოს მიაქვს მას რუსეთთან ურთიერთობა, პოლონეთს რუსეთთან გრძელი ისტორია და ასე. ანუ მაშინ მათ არჩიეს
სრულიად ამ საქმეში გამოუცდელი ადამიანი დანიშნათ იმის ნაცვლად, ვინც იცნობდა რუსეთს უკეთ ვიდრე ნებისმიერი სხვა. და ეს ერთგვარი ბოდისვიხთი, მაგრამ უპრინციპობა პუტინმა აღიქვა როგორც შესაძლო მწვანე შუქი და მერე აი დღეს ჩვენ ვხედავთ ევროპას, რომელიც ნელ-ნელა ანგარიშს უწევს რეალობას და მიხარია რომ სიკორსკი რომელსაც მრავალი წელი ახლოს ვიცნობთ, შეიძლება ითქვას მეგობრობთ, სიკორსკი დღეს გახდა სიმბოლო ევროპის წინააღმდეგობის. ასე რომ მე მგონია რომ აი ნიუანსების მიუხედავად რომ შეიძლება ბოლო განცხადებებში რაღაც სხვა ახალი შევიდა ელემენტი, მე მგონია რომ რუსეთში მშვენივრად მიიღეს სიგნალი რომ ნებისმიერი ავანტიურა ნატოს წევრი ქვეყნის მიმართ ბევრად უფრო მაღალი ფასის მომტანი იქნება რუსეთისთვის. ისე რომ დავაკვირდეთ, აი ფინეთის პრეზიდენტი 2008 წლის ომი გვახსენდება ბუნებრივია ყოველს, მაშინაც სიკორსკი, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ალექსანდრ სტუბიდა, თან ეუთოსში წამყვანი პოსტი ჰქონდა, ახლა ისინი არიან ისე, იმიტომ ისტორია მეორდება და მაშინ რომ გაჩნდა მსოფლიო და არ დაუჯერა ამ ხალხს. ზუსტად იმის შედეგებს იმკიან და დღესაც მთავარი აქტორები და გმირები, მსოფლიოს გამომაფხიზლებლები, სწორედ ეს ადამიანები არიან იგივე ეს ალექსანდრ სტუბიც, რომელსაც ჰქონდა ასევე არაჩვეულებრივი გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და რადოსლავ სიკორსკი, მაგრამ ეხლა მაინც ერთი რამ მინდა გკითხოთ. თურქეთმა დაუყოვნებლივ ჩამოაგდო რუსეთის თვითმფრინავი, ყველას კარგად გახსოვს, როგორც კი შევიდა მის საჰაერო სივრცეში და 12 წუთი კი არ ყოფილა. 12 წამი იყო თუ 13, აღარ მახსოვს ზუსტად რამდენი, არ დაწყებულა მესამე მსოფლიო ომი. ანუ რას უფრთხის ნატო? მე მგონი ნატოს თენგოც ამბობდა წეღან მოუწევს ახლა მართლაც ხისტი გადაწყვეტილებების მიღება. გასაგებია ხა მარკ რუტეს პოზიცია სხვანაირია ვიდრე თუნდაც სიკორსკის ან სხვა ცალკეული ლიდერის, მაგრამ ალბათ ნატომაც უნდა თქვას უკვე ასე პირდაპირ ეს ყველაფერი. ხო, თურქეთის შემთხვევა მაინც და მაინც ყველაზე სასურველი ვარიანტი არ არის, იმიტომ რომ ამ ინციდენტის შემდეგ რუსეთმა ისეთი ტრიუკი ჩაუტარა თურქეთს, მაგალითად ერდოღანი დაარწმუნეს, რომ მის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალის მცდელობას მხარს უჭერდა დასავლეთი და რომ თითქოს რუსეთმა გააფრთხილა ეს. შემდეგ იყო ერდოღანის მხრიდან პრაქტიკულად ბოდიშების მოხდა და ის პილოტები, რომლებმაც ჩამოაგდეს რუსული ბომბდამშენი მერე დაკავებულებიც იყვნენ. მე იმედი მაქვს, რომ პრინციპული და მტკიცე პასუხი რუსეთისადმი, პოლონეთის და სხვა ქვეყნების მხრიდან ისე არ განვითარდება, როგორც მაშინდელი ურთიერთობა თურქეთისა და რუსეთისა და საბოლოო ჯამში დღეს რუსეთი და თურქეთი მაინც ვერ ჩამოყალიბდნენ მოკავშირეებად. მაგრამ ეს ინციდენტი ცოტა თავისებური იყო და თანაც მაშინ თქვენ სწორედ აღნიშნეთ, თურქეთის საჰაერო სივრცეში რამდენიმე წამის განმავლობაში მყოფი თვითმფრინავის ჩამოგდება აშკარა იყო, როგორც წინასწარ გამზადებული აქცია. ამას რუსული ბომბდამშენი სხვადასხვა რეგულარულად აკეთებდა, ეს ჭრიდა თურქეთის ტერიტორიის რაღაც პატარა ნაწილზე და წინასწარ იყო გამზადებული თურქული გამანადგურებელი, რომელმაც რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო. მე მაქვს იმედი, რომ რუსეთისთვის დღეს ბევრ უფრო ნათელია, რომ არანაირი ავანტიურა ნატოს ტერიტორიის მიმართ არ უნდა განახორციელოს, რომ არანაირი ორაზროვნება არ დარჩენილა იმ განცხადებების შედეგად და იმ ქმედებების შედეგად, რომელიც მათ იხილეს პასუხად. საერთოდ დღეს საუკეთესო გამოსავალი პუტინისთვის იქნებოდა საშუალების ძიება ამ ომიდან გამოსვლის, იმიტომ რომ ამ ომს არათუ არანაირი დივიდენდი არ მოუტანია მისთვის, არამედ ქვეყანა მიიყვანა ჩამოშლის ზღვარზე. ძალიან რეალისტურად მიმაჩნია, რომ სცენარი განმეორდეს, რომელიც რუსეთმა იხილა 1917 წელს და შემდეგ 80-იანი წლების ბოლოს. მაშინაც რუსეთი აღიქვებოდა ძლევამოსილ იმპერიად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი გეოპოლიტიკური ამბიციები იყო ბევრად უფრო დიდი და წონიანი, ვიდრე სოციალურ-ეკონომიკური სისტემის უნარი, რომ ეს ამბიციები უზრუნველ იყო ეკონომიკურად. 1917 წელს რუსეთი არ დამარცხებულა ბრძოლის ველზე და ფრონტზე, ის ჩამოიშალა შიგნიდან. და იგივე უკვე აქ დღეს ჩვენ მოქალაქეებს ახსოვდეთ, რომ 80-იან წლებში საბჭოთა კავშირი იყო მსოფლიოს 2-დან ერთ-ერთი სუპერსახელმწიფო, მას ჰქონდა
სამხედრო ბაზები და მოკავშირეები ნიკარაგუადან ვიეტნამამდე და მთელ აფრიკაში. სოფლიოში ყველაზე მეტი ბირთვული ქობინი, ყველაზე მეტი ტანკი და უბრალოდ აღმოჩნდა რომ ის ვერ უზრუნველყოფდა საკუთარ მოსახლეობას სურსათ, საკმარის სურსათს ვერ აწარმოებდა, იყო ქრონიკული დეფიციტი, ყველაფრის ის გაკოტრდა. და დღეს პუტინმა, რომელმაც 2000-იანი წლების დასაწყისში ისარგებლა აი ამ არაჩვეულებრივი ბუნებრივი შესაძლებლობებით რუსეთისა, რომ გამხდარიყო მთავარი მომარაგებელი ევროპის გაზის და ნავთობის თვალსაზრისით, მან ეს ყველაფერი წაართვა რუსეთს და დღეს ის პრაქტიკულად აქცია ჩინეთის დანამატად, ეკონომიკურ დანამატად, მის უმცროს პარტნიორადაც არა, მის ვასალად და მე რომ ვიყო რუსი პატრიოტი, მე პუტინის მიმართ მექნებოდა ძალიან სერიოზული პრეტენზიები და უკრაინის ავანტურა შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის დასასრულის დასაწყისი. კი, საბედის წერო. ბოლო ინფორმაციას მოგაწვით, ახლა დანიაშიც გამოჩნდნენ რუსული დრონები, კიდევ ერთხელ ნახოთ რა ჩაიფიქრეს ამ ეტაპზე რუსებმა და რეაქციაც როგორი იქნება, ალბათ ესეც საინტერესოა ამ განცხადებების ფონზე, რასაც ჩვენ ვისმენდით გაეროს უშიშროების საბჭოზე, რა თქმა უნდა. აი ვინაიდან თქვენ თავად შეეხეთ ნავთობის თემას და რუსული ენერგომატარებლების თემას, ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ სლოვაკეთს და უნგრეთსაც მოუწოდა, იქვე თურქეთსაც იყო მინიშნება, ინდოეთსაც, ჩინეთზეც. როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად იქნება ეს სავალდებულოსავით ამ ქვეყნებისთვის? მისი განცხადებებიდან ეს არ გამომდინარეობდა, პირველი განცხადება, რომელიც მან გააკეთა, საერთოდ არ იყო ლიდერის განცხადება. იმის თქმა, რომ აი ყველა ნატოს ყველა ქვეყანა რომ შეწყვეტს რუსული ნავთობის გაზის შესყიდვას, ამის მერე მიიღებს ის რაღაცა ზომებს, ეს არ არის ლიდერის განცხადება. თან მან შვენივრად იცის, რომ ამ ნატოს წევრებს შორის არიან მისი მეგობარი ორბანი და სლოვაკეთი, რომლებიც ყველაზე მეტ ნავთობს ყიდულობენ. ანუ პრაქტიკულად გამოდიოდა, რომ ის ორბანის ხელში აგდებდა ამ თავის ორბანზე დამოკიდებულს ხდიდა ამერიკულ ლიდერობას, რაც არ მგონია, რომ სერიოზულად აღეკვა ვინმეს. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცი მე ვიხილავთ თუ არა ტრამპის მხრიდან რაიმე გადამწყვეტ ნაბიჯს აი იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც დღემდე ყიდულობენ რუსულ ნავთობს, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მან დაუწეს წარმოუდგენლად მაღალი ტარიფები არის ინდოეთი და ამეთი მაინც და მაინც შეერთებული შტატებისა და ინდოეთის სტრატეგიულ ურთიერთობას კარგი სამსახური არ გაუწია. ტრამპს შეერთებულ შტატებს გააჩნია საკმარისი მექანიზმები იმისათვის, რომ პირდაპირ ზემოქმედება მოახდინოს რუსეთის უნარზე ნავთობისა და გაზის გაყიდვის თვალსაზრისით და რაც მთავარია აქვს შესაძლებლობა მოახდინოს გავლენა ომის მსვლელობაზე უკრაინის უფრო ადეკვატურად მომარაგების თვალსაზრისით, რაც პირდაპირ და უფრო ქმედით შედეგებს გამოიღებდა. ყველა სხვა შემთხვევაში, სანამ პუტინი თulis რომ მის მიერ გაღებული საფასური, ვთქვათ, შეიძლება იყოს გაგრძელებული, ის ამ ომს გააგრძელებს, რადგან მან საკუთარი თავი ჩააყენა თითქმის გამოვავალ მდგომარეობაში. ეს ომი მან წამოიწყო ყოველგვარი რეალური მიზეზის გარეშე და შექმნა ისეთი მოლოდინების საზოგადოებაში, რომლის შეუსრულებლად ამ ომის დასრულება მისთვის კატასტროფული იქნება და ასევე კატასტროფული იქნება ფრონტის ხაზიდან დაბრუნება 100,000-ობით ნაომარი ბანდიტებისა, რომლებიც დაბრუნდებიან რუსულ საზოგადოებაში. და არ მინდა ისე დავასრულოთ ჩვენი საუბარი, რომ არ განვიხილოთ გაეროში მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლაც და ამავდროულად მინდა შევეხო დიპლომატებზე გამოცხადებულ შეტევას ქართული ოცნების მხრიდან. წარმოუდგენელი რეპრესიები და კამპანია დაიწყეს გერმანიის, ბრიტანეთის, ევროკავშირის ელჩების წინააღმდეგ. გასაგებია, რომ ქართული ოცნება გეოპოლიტიკურ რუკაზე სხვაგან ეძებს თავის ადგილს. ამას ჩვენ უკვე ეს აღარ არის მხოლოდ მოსაზრებები ვხედავთ, მაგრამ აი ეს კამპანია და შეტევა აი დასავლეთის მხრიდან თქვენი აზრით რეაქციის გარეშე უნდა დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უკვე აღარ არის სამწუხაროდ მთავარი ფოკუსში. მე მგონია, რომ ჩვენ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით ამ თავდასხმების მთავარი ამოცანა ერთი ლოკალურ დონეზე და მოკლევადიან პერსპექტივაში ეს არის მცდელობა დაშინების ჩამოთვლილი ქვეყნების საელჩოებისა, რომ მათ
არ იქონიონ ურთიერთობა რეჟიმის მოწინააღმდეგეებთან. ერთგვარი ბულინგი და ქართულ პირდაპირ ეს არის დაშინება, ბულინგი დავარქოთ უგნებავთ, დაშინება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარ ყველაზე გამოცდილ და ერთგულ პარტნიორებს არ ქონდეთ ურთიერთობა ქართული საზოგადოების და მით უმეტეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან. რაც სულეთ დაუშვებელი და მიუღებელია, ასე იქცევიან მარტო ყველაზე ასეთი როგორ თქვა უფრო თავაზიანად დიქტატორული მესამე სამყაროს სახელმწიფოები. და მეორე ეს არის უფრო დიდი სურათი რო დავინახოთ, სულეთ აშკარა აღიარება იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი მართველი რეჟიმი დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლებს მიიჩნევს მტრებად და ცდილობს ჩაანაცვლოს საქართველოს საგარეო ურთიერთობები ამ ქვეყნებთან, რომელთანაც ურთიერთობაზე იყო დამყარებული ჩვენი მთელი წინა წლები, რომელთაგანაც საქართველოს მიღებული აქვს განუზომელი მხარდაჭერა და დახმარება, ჩაანაცვლოს ისინი ახალი პარტნიორები და ოღონდ ეს პარტნიორები არ აპირებენ ჩვენთან პარტნიორობას, ყოველი მათგანი თავს განიხილავს, როგორც ბატონა და აქედან რუსეთი და მაგალითად ირანი ორი ყოფილი მართველი იმპერიაა ჩვენი ქვეყნის. ჩინეთს განსაკუთრებული სტრატეგიული ინტერესები არ აქვს, თუ ვინმეს უნახავს ჩინური პროექტების რუკები, მასზე საქართველოს არანაირ პრაქტიკულ როლს არ ასრულებს და საერთოდაც ჩინეთი საქართველოს დღემდე განიხილავს რუსეთის გავლენის სფერო და არაფერს აკეთებს რუსეთისგან ასე ვთქვი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო საქართველოში. ასე რომ ამ რეჟიმის ქმედებები არის პირდაპირი გამოხატულება იმისა, რომ ისინი მოქმედებენ კრემლის ინტერესში, ცდილობენ და უკვე დატოვეს პრაქტიკულად საქართველოს მხარდამჭერების გარეშე გარემოცვაში, რომელიც ძალიან მეგობრული არ არის ჩვენთვის და იმ ქვეყნებთანაც კი შეიძლება შეგვექმნას, არ ვიცი, ახლა სულ ჩდება ესეთი უცნაური ცნობები, მათ შორის ჩვენ ზოგიერთ მეზობელთან და მიმართებაში, ისეთ მეზობლებთანაც კი შეიძლება შეგვექმნას სერიოზული პრობლემები, რომელთანაც აქამდე არ გქონია, იმის გამო თუ ჩვენ სრულიად აშკარად აღმოუჩნდებით ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე შეერთებული შტატების თუ ევროკავშირის მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი პირველი სტუმარი და ესეთი საინტერესო ანალიზი მოვისმინეთ. მადლობა ბატონ გიორგის. მე კი მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ჩვენი შემდეგი თემა იქნება ძალიან ტრაგიკული მოვლენები, რომელიც ამ ქვეყანაში აფხაზეთის ომის დროს განვითარდა, როგორ დავკარგეთ სოხუმი, როგორ მოხდა ამისი დაპყრობა, ასობით 1000 დევნილი, ტკივილი, ცრემლები, ნაწამები და გაუპატიურებული ადამიანები იმ გეოპოლიტიკის შედეგია, რომელმაც აფხაზეთის ომი მოგვიტანა და რომელსაც საქართველოს საამაყო შვილები შეეწირნენ. 27 სექტემბერი არის ის დღე, როდესაც ჩვენ დავკარგეთ სოხუმი. სოხუმი დაიპყრეს და 31 წლის წინ 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარდა ეს ტრაგიკული მოვლენები, მაგრამ ამ დღეს ისე ვერ ჩაუვლით, რომ არ გავიხსენოთ გურამ გაბისკირიას არაჩვეულებრივი სიტყვები არასოდეს ცხოვრებაში, როდესაც მას თხოვეს რომ დაეჩოქა. მე მინდა შემოგთავაზოთ და გაგახსენოთ კიდევ ერთხელ ეს სიტყვები, რომლებიც და ეს განცხადებაც, რომელიც საქართველოს გმირობის მაგალითებში წერია და ან წუხელიძის გმირობის ტოლფასია. ეს ცნობილი კადრები და ეს ტრაგიკული დღე, რომელიც და ეს გეოპოლიტიკა, რომელიც გავლენას ახდენს ყველა ადამიანზე, ხელოვნებაზე, სპორტზე და სწორედ ამიტომ დღეს ჩვენი სტუმარი ეთერ ჭკადუა, ცნობილი მხატვარი, საქართველოში იმყოფება და რაღაც მომდა ჩვენ ვისარგებლეთ ამ შემთხვევით და ის დავპატიჟეთ ეთერში, მით უმეტეს რომ ამ მოვლენებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე, ომის კადრები, იმ პერიოდის ხელოვნება სერიებად ვითარდებოდა თქვენს გამოფენებში და თქვენს მხატვრობაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მე ვიცი რომ თქვენ თავად ჭუბერი არ გადმოგივლიათ იქ ის ტრაგიკული მოვლენები უშუალოდ თქვენ არ შეგხებიათ, მაგრამ თქვენი ოჯახის წევრებმა იარეს ამ გზაზე, იარეს იმ ომის ნაკვალებზე, რომელიც არც დღეს არ დასრულებულა. გამარჯობათ, მადლობთ მოწვევისთვის.
დიახ, როგორც თქვენ ახლა ახსენეთ, დედაჩემის დეიდები ტატიანა და თამარა სოტკილავა თავიანთი ოჯახები ცხოვრობდნენ სოხუმში და ისინი რომ ომი რო დაიწყო, როგორ წამოვიდნენ, ეს დრო არის, რომ მე მაშინ კანადაში ვცხოვრობდი და ერთ რაღაცას ვახსენებ, რომელიც არასოდეს არ მithქვამს. დედაჩემს ყოველთვის ჯეროდა სიზმრების და მე კიდე სულ დავცინოდი ამაზე და კანადაში ერთხელ დამესიზმრა, იმ წინა ღამის დამესიზმრა, რომ თითქოს დედაჩემი მეუბნება როგორც ციოდა. და მეორე დღეს ჩემი ძმა მირეკავს თბილისიდან და მითხრა, რომ დედაჩემის დეიდები ტატიანა და თამარა გაიყინენ, როდესაც გადმოდიოდნენ. დიახ, ეს რაღაცა საოცარი რაღაც დამთხოვასავით იყო მართლა არასოდეს ჩემს სიზმრების არ არასოდეს არ მიხსენებია, მაგრამ ძალიან ცუდი ის ჰქონდა ამას, რა თქმა უნდა, ჩემზე, აგრეთვე რა თქმა უნდა, ყველა დანარჩენი ოჯახის წევრებზე და ყოველ ზაფხულს ჩვენ ვიყავით მათთან სოხუმში. ყოველი აგვისტოს ხოდაშორის დედაჩემს მივყავდით და ეს რაღაც ჩემ დედაჩემის დეიდები, ჩემ ბებიები იყვნენ. ამიტომ რაღაცნაირად მქონდა ის, რომ აი ჯერ არ მინდოდა ამაზე ფიქრი, დიდხანს არ მინდოდა ამაზე მეფიქრა და აი შემდეგ, როდესაც 2007 წელს ჯამაიკაში ვცხოვრობდი, რომ გარდიანი გაზეთში ესეთი სტატია იყო, დიდი სურათი იყო და ეწერა, რომ აი ამ რეგიონში შეიძლება ომი მოხდეს, შეიძლება სერიოზული პოლიტიკური კონფლიქტი დაიწყოსო. და ეს სურათი ძალიან გავდა, თითქოს სოხუმის ქალაქ სოხუმის თითქოს სურათს მაგონებდა და ამის გამო უცებ დავიწყე ისე ფიქრი და დავხატე ორი ნახატი, სნაიპერი და შავი ზღვა თვეების განმავლობაში ვხატავდი და აი სულ თავიდან დავიწყე ფიქრი, რომ აფხაზეთის ჩემი დედაჩემის დეიდების აი ესეთი ტრაგედიის შესაძლებლად კიდე ის მინდა თქვა, რომ გადმოსვლის დროს რო გადმოდიოდნენ ის გაიყინენ, იქვე დაასაფლავეს თავის ოჯახის წევრებმა ეს ორი დღემდე იქაა მათი საფლავი. დიახ. ძალიან მძიმე ალბათ ამ ყველაფრის გახსენება და ამან დიდი ტრავმა მოგიტანათ თქვენ და დღეს, როდესაც კიდევ გასარკვევია ამ ქვეყანაში რატომღაც არის საზოგადოების ნაწილი, რომელმაც მტერს მტერი ვერ დაარქვა, მოყარეს მოყარა ვერ დაარქვა და რაც თავარია პროპაგანდა ისეთია, რომ ეს ყველაფერი უნდა გააბუნდოვანოს, გაბლაროს და ვერ გაარკვიოს ადამიანმა რა არის ნამდვილი, კარგი, ვინ არის მეგობარი და ვინ არა და თქვენთვის, აი, როგორც ხელოვანისთვის, როგორც აი ამ ისტორიების მატარებელი ოჯახის წევრისთვის, აი ეს დამოკიდებულება რა განცდას იწვევს ხოლმე? მიცით, აი, თვითონ ეს ფაქტი, რაც ახლა ვთქვი, რომ დაახლოებით 8 თვის წინ წავიკითხე იმის შესახებ ინგლისურ გარდიანში, რომ შესაძლებელი იყო მომხდარიყო ეს კონფლიქტი, უკვე არსებობდა ეს ინფორმაცია, რომ ეს ომი მოხდებოდა. ნუ დაახლოებით ეტყობა სიზუსტე არ იცოდნენ, ეს აფხაზეთთან დაკავშირებით იყო იმ რეგიონი დაარქვეს. აგრეთვე აი თუ წაიკითხავენ ხალხი ვიკიპედიაში თვითონ 2006 წლიდან თვითონ სცნეს რუსებმა, რომ მგონი პუტინმაც და მედვედევმაც რომ უკვე ემზადებოდნენ 2008 წლის ომისთვის. ის რომ ქართველებს დააბრალონ ფაქტი, რომ საქართველოს დაიწყო, ეს არის აბსოლუტურად აბსურდი და ამაზე კიდე ძალიან გრძელი, მგონი სოკოლოვის დაწერილი იყო რაღაც აი მასოს მაშინ ჯამაიკაში ვიყავ, ვიღაცამ გავა 15 გვერდიანი რაღაც ძალიან გრძელი, დეტალურად დაწერილი რუსის მიერ, როგორ რუსეთი რამდენი ხანი ემზადებოდა ამ ომისთვის. ხო და ეს ძალიან მტკივნეულია იმის გაგონება ჩემთვის, რომ ეს მთავრობა ამ საქართველოს აბრალებს 2008 წლის ომის დაწყებას და ბოდიში სადაც წარმოადგენენ თვითონ ამასნაზე გატოვკი ქონდათ მათ თავად და აქ მე მგონი ამის შესახებ საუბარი არ დღეს, მაგრამ აი დღეს როგორ უყურებთ დღევანდელ რეალობას, იმიტომ რომ საქართველოს დღესაც იბრძვის და ქართული საზოგადოება დღესაც დგას თავისუფლების ეს რუსული ჭირის მოსაშორებლად, მაგრამ აი კანადიდან ეს როგორ ჩანს, აი შორიდან როგორ გამოვიყურებით და რამდენად არის ეს ჩვენი ხმაური იმდენ ძლიერი, რომ ესმოდეს ყველას, მაშინ როდესაც ჩვენი ხელისუფლება იმედს უცრუებს ჩვენ ყველა მეგობარს. დიახ, ნამდვილად მე ამერიკაში ვცხოვრობ, ნიუ-იორკში და ყველა ჩემი ამხანაგი აი ყველას ეხლა რო გახდა ეს ინფორმაცია, რომ საქართველოს რომელიც ყოველთვის ითვლებოდა
წინა მთავრობის დროს ითვლებოდა საქართველოს ყველაზე უფრო პირველ ადგილას განვითარებად ქვეყნებში დემოკრატიის და მხრივ ეხლა უკვე ისეთ სამარცხინო სიტუაციაში ვართ, რომ რა ვიცი, ყველა ამაზე ლაპარაკობს, თითქოს რომ საქართველოს რუსეთთან ასოცირდება ამ შემთხვევაში. თუმცა კიდე კარგი რომ ხალხი გამოდის და გამოვდივართ ქუჩაში და რომ ვაჩვენებთ ყველას რომ ეს არ არის რაც ხალხს უნდა და რაც მოსწონს და იყო ძალიან გრძელი სტატია იყო New York Times-ში, მე კიდე ატლანტის იმაში იყო სხვათა შორის ერთი არტიკლი, სადაც თითქოს როგორც აი ქართველების ამდენ გამოსვლას, აი როგორც მაგალითს ისე ეუბნება მწერალი თავის ამერიკელ ხალხს, რომ აი ქართველები როგორ მაგალითს გვაძლევენ, რომ აი ესე გაუჩერებლად როგორ უნდა გამოვიდნენ დემონსტრაციებზე, იმიტომ რომ მათაც ჩვენ დღეს ისეთი მთავრობა არის იქ, რომ მაგას ნამდვილად სჭირდება დემონსტრაციები და სამწუხაროდ მაინც ძალიან სამწუხაროა ის, რომ აი საქართველოს როცა იმ დროს როცა უკვე ჩვენ მზად ვიყავით ყველანაირად უკვე რომ თითქოს რომ აი ევროპის ნაწილი ხდებით და ამ დროს ეს ჰორიზონტივით იყო ხელი რომ შეახოდა ეს წარგვარდოს. დიახ, ესეთი რაც გააკეთა ამ ქვეყნის მთავრობამ. ბანალური დისკუსია თქვენთანაც მინდა გავხსნა, პოლიტიკა, ხელოვნება, პოლიტიკა, სპორტი, გეოპოლიტიკა ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში არის თუ არა. თქვენ როგორ უყურებთ ამას? რამდენ შეიძლება რომ ხელოვანი, რომელიც ალბათ თავისი არსით ადამიანს, მის კეთილდღეობას და უკეთეს მომავალს უნდა ემსახურებოდეს, დისტანცირდეს იმისგან, რაც ხდება მის ირგვლივ. რამდენად არის ეს წარმმართველი თქვენს ხელოვნებაში? ხო იცით, აი მე ერთ-ერთი პირველი ემიგრანტი ვიყავი ამერიკაში 88 წლიდან და მაშინ საქართველოს საერთოდ არ იცოდნენ საქართველოს არსებობა და იქიდან დაწყებული სულ მინდოდა რომ საქართველოს მელაპარაკა, ამიტომ ჩემი დამოკიდებულება ამიგრანტობის დროს აბსოლუტურად იყო, სულ აი მინდოდა რომ გამეგებინა რომ საქართველოს არსებობს და ის საბჭოთა რუსეთი არ არის და დღე ხანდახან წერდნენ ჩემზე რაღაც სტატიებს და ამბობდნენ რომ აი საბჭოთა საქართველოს და რუსი არტისტები და სულ ეუბნებოდი რომ გაესწორებინათ ეს შეცდომები. საქართველოს ესე ასოცირდება და ამის გამო სულ ვიყავი ყველა ნახატში, ყოველთვის მინდოდა იმ ნახატებში რომ ამეხსნა და მომეყოლა ეს ისტორია რაც მოხდა საქართველოში, რომ გაიგოთ რომ საქართველოს არსებობს და როგორ ვიბძვით აი ეს იარაღები ჩემს ნახატებში მაგას გულისხმობდა ხო რომ რაღაცნაირად ამიტომ ჩემ შემთხვევაში მე მართლა ყოველთვის სხვანაირად ვერ ვფიქრობ რომ თქვათ აი ხა იმასაც ვახსენებ რომ ოტობაია დედაჩემის დედის სოფელი სოტკილავები საიდანაც არიან ოტობაია აბსოლუტურად რუსეთის მიერ არის და რუსეთის ჯარებისგან არის დაყრობილი და ჩვენ ვერ შევდივართ, არ შეგვიძლია შესვლა და ეს ჩემთვის ძალიან ძნობიარე არის და ამიტომაც მე ვფიქრობ რომ ხელოვნებამ აუცილებლად უნდა გამოამჟღავნოთ ეს ჩვენი დამოკიდებულება, იმიტომ რომ დარჩება ეს უფრო სხვანაირად აღიქვამს ხელოვნებას მნახველი, შეიძლება პირდაპირ არ აინტერესებდეს თქვა დემონსტრაციის ეროვნული, მაგრამ შეიძლება ნახატმა, შეიძლება და ხელოვნებისგან შეიძლება უცებ სხვანაირად ემოციურად იმოქმედეს, ამიტომ რა ვიცი, ეს როლი ნამდვილად მინდა რომ ყველამ აიღოს, ყველა ხელოვანმა, ყველა ხელოვნებაში. ნამდვილად ასეა და ხელოვნებას რომ ძალა აქვს, ალბათ ცოტა რამეს აქვს ასეთი ძალა და მადლობა თქვენ ამისთვის, რომ ასეთი აქტიური ხართ და მართლაც მიყვებით გულის ფეთქვას ამ ქვეყნის და ყველა კრიტიკულ მომენტში ხართ ჩვენთან ერთად, ან დისტანციურად, ან ფიზიკურად და მადლობა ამ აქტიურობისთვის და ხელოვნება რომ უნდა ასახავდეს ნამდვილად რაც ხდება ამის ირგვლივ, ამის არაჩვეულებრივი გამოხატულება, დემნა გვასალიას ჩვენებები, დემნაც რომელიც აფხაზეთიდან არის, სიმბოლურად დაემთხვა ზუსტად ამ სოხუმის ტრაგედიას, ის ჩვენება რომელიც მან გუჩიში მოაწყო, ამჯერად ეს ამ ჩვენებაზე განსხვავებული ხასიათი აქვს ჩვენები, მაგრამ იყო ის გამორჩეული ხელოვანი, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებითაც ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი ტიპის ჩვენებებს აწყობდა და იქ აფხაზეთის თემატიკაც როგორი მოცემული იყო. დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. მე კი მაყურებელს ვეტყვი მის შესახებ, რომ დემნა გვასალია, რომელიც გახდა გუჩის სახლის კრეატიული დირექტორი, მას ჰქონდა სულ ახალი ჩვენებები და ერთ-ერთი გამორჩეული ჩვენება სწორედ იყო დემი მური სკაბა, რომელიც ოქროსფერი სამოსი და ოქროსფერი ფეხსაცმელი, რომელიც ვარსკვლავს იმ ფილმის პრემიერაზე ეცვა, სადაც გამოგონილი ისტორია იყო გუჩისთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ავტორი არის დემნა გვასალია ამ კაბის და
ამ კაბის ყველა დეტალი ხელით იყო დამუშავებული. ჩვენ შემთხვევით არ ვახსენებთ ეს ჩვენება და სოფლიო მოვლენები, რომელსაც ამ გადაცემის კვალდაკვალ გავყვებით, არ გულისხმობს იმას, რომ იყოს მხოლოდ პოლიტიკა, ვინაიდან ყველაფერი პოლიტიკა, მოდაც, ხელოვნებაც, სპორტიც და ყველაფერი ის, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. გეოპოლიტიკის პირველი გადაცემა ამით დასრულებულია. იმედია საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა და საინტერესო 2 საათი გაატარეთ ჩვენთან ერთად. მე მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. დროებით.